დილამშვიდობის საძვირფასო ტელემაყურებლებო, დილის ლაივი ეთერშია, რომელიც ყველაზე თბილი და საყვარელი მილოცვით მინდა დავიწყო. ყველა პატარას ულოცავ დღევანდელ დღეს, ვსურვებ რომ ყოველი დღე მისალოცი გქონდეთ, ბედნიერი და ნათელ ქვეყანაში ეცხოვროთ და ხალისიანები და ლაღები ყოფილიყო. გილოცავთ დილამშვიდობის დღეს მართლაც არაჩვეულებრივი დღეა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. გილოცავთ ყველას 1 ივნისს და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოველთვის უკვე მესამე წელია, ყველაფერში ვეთანხმებით ჩემს ბაჭოს. ყველა პატარას გილოცავთ ბედნიერ ბავშვობას და რა თქმა უნდა, ნათელ მომავალს გისურვებთ და დილის ლაივით დღეს გვინდა რომ სწორედ ასეთი განწყობით იყოს სადღესასწაულოც. მე და ჩემი ბაჭო და ჩვენი არაჩვეულებრივი თანაწამყვანები და ის გუნდი, რომელიც კადრს მიიღმა, მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს ორი დღე იყოს თქვენთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. 11 საათამდე თქვენთან ერთად ვიქნებით და ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს და სტუმარს გვერდებით. და ტრადიციულად შეგვიძლია დავიწყოთ ამინდის პროგნოზით და შევეხმიანოთ ჩვენს ანა ზაქაშვილს. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ზიანი იქნება, რა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, იმისთვის რომ გაერთონ, გაისეირნონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო სასურველ ადგილებში. ანა დილამშვიდობის მოგესალმებით. ანა, მოგესალმებით. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა, დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჭო ხატია, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, მეც რა თქმა უნდა ვუერთდები მილოცვებს და ვილოცავ ჩვენს პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ ღირსეულ მომავალს, რა თქმა უნდა და ძალიან ღირსეულ ბავშვობასაც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, გარდა იმისა, რომ მომავალიც უნდა ჰქონდეთ ასევე წარმატებული და ღირსეული. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან ხანმოკლე წვიმარის ელჭექით ნავარაუდები. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +11-დან +16 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +23-+28 გრადუსი იქნება. მთაში ღამით 9-დან 14 გრადუსამდე დათბება ჰაერი, დღისით კი +22-+27 გრადუსი იქნება. რაც შეეხება მთას, მთაში ღამით 5-დან 10 გრადუსამდე მოიმატებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით კი +20-+25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის. ნავარაუდები ზოგან ხანმოკლე წვიმა არის, ელჭექით მოსალოდნელი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც კი არის შესაძლებელი. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 13-დან 18 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით 27-დან 22 გრადუსამდე დათბება. მთაში კი ღამით 9-დან 14 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით 23-28 გრადუსი არის ნავარაუდები. მაღალ მთაში 4-დან 9 გრადუსამდე დათბება ჰაერი, დღისით ეს ღამით, ხოლო დღისით 15-დან 20 გრადუსამდე. რაც შეეხება ქალაქებს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს სინოპტიკოსები 23 გრადუსს პროგნოზირებენ და დღის პირველ ნახევარში აქ მზიანი ამინდი არის ნავარაუდები, ხოლო საღამოს საათებში შესაძლებელი არის ხანმოკლე წვიმა. ზუგდიდში დღეს 25 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა უღრუბლო და მზიანი დღე არის აქ მოსალოდნელი, ფოთში კი 24 გრადუსი იქნება და ასევე მზიან დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. 26 გრადუსი და მზიანი დღე არის დღეს ნავარაუდები ოზურგეთში, ხოლო ქობულეთში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება. ბათუმში 23 გრადუსი იქნება, ახალციხეში 26 გრადუსი და აქაც დღის პირველ ნახევარში მზიანი დღე იქნება, ხოლო საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ქუთაისში 27 გრადუსს მიაღწევს და ჰაერის ტემპერატურა, მესტიაში 17 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები, ამბროლაურში 26 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ცხინვალშიც 26 გრადუსამდე დათბება, ჰაერის ტემპერატურა, მზიანი ამინდი იქნება დღეს ცხინვალში, ხოლო გორში 25 გრადუსი და ასევე მზიანი დღე არის ნავარაუდები. 27 გრადუსამდე დათბება თელავში დღეს ჰაერის ტემპერატურა, 29 გრადუსი იქნება რუსთავში, მზიანი და უღრუბლო დღეს ელოდებიან რუსთავში. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისშიც მზიანი ამინდი არის ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე დათბება და მოკლედ თბილი ამინდი შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და ძალიან მალე სტუდიაში ჩვენს სტუმართან ერთად შემოგიერთდებით. დიდი მადლობა ანა, გელოდებით სულ მოუთქველად სტუმართან ერთად, ძალიან საინტერესო თემებით და ძალიან აქტუალური თემებით. ისე იგი გადასარევი ამინდია დღეს ჩემო ბაჭო. ძალიან კარგი, ასე რომ შეგვიძლია ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები გავასეირნოთ და გავატაროთ მათთან ერთად ეს კვირა დღე. მადლობა ანას.
ესე იგი, მინდოდა რომ უღრუბლო ამინდიო დღეს რუსთავშიც თბილისშიც და უღრუბლოც აუსურო ჩვენს ბავშვებს და რა თქმა უნდა ევროპული და ნათელი მომავალი, რომელიც ჩვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ბაჩო, კიდევ რა არის? ხო იცი მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები, ენერგიულები და შევძლოთ ჩვენი ბავშვების გასეირნება. სეირნობის დროს ძალიან კარგია. უნიშნავანია წყალი, რომელსაც ახლა მე შემოგთავაზებ, ჩემო კარგო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია წყალი მთის ეტიკეტზე გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ლოგო. ეს გახლავს საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის, ანუ PSG, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია და ლიგის გამარჯვებული გახდა. და როგორი გამარჯვებული, ბაჩო. გოლიც გაიტანა და აფარა, თან 5-0 არც მეტი არც ნაკლები მოიგეს. ბიჭებმა და ფოტოშორის გამოჩნდა, ანუ ერთობლივი ლოგოა, რაც ძალიან საამაყოა და მართლა მე ამაყება და ძალიან მიხარია და ეს სიახლე ზოგადად ხელს უწყობს ბრენდს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთოს ამ ორ ბრენდს შორის საერთო ხედვა, საერთო ღირებულებები და ახლა უკვე რაც თავარია საერთაშორისო დონეზე და მოდი ხარი უნდა დაუჭიროთ სპორტის განვითარებას, ინოვაციებს, რომელსაც აკეთებს წყალი მთის და რაც თავარია ეს წყალი რატომ არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გახლავს 0%-იანი ბრომატით. ასე რომ გახსენი უკვე კარგი მე რაღაცნაირად შენ დღეს არ შეგაწუხებ და ჩემს თავს ესე იგი self-service შევთავაზებ და ამასობაში სანამ ესე იგი წყალს მოსვა სანამ წყალს მოსვა, იმიტომ რომ მინდა რომ გემრიელად მივირთვა ეხლა წყალი და ამიტომ ამისთვის საჭირო რომ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მიაწოდა ჩვენი სტელემამოლა. და ახლავე მივაწოდებ, ესე იგი დღეს ბუნებრივია რომ ბავშვებზე ზრუნავს ყველა და ამ შემთხვევაში არც PSP არის გამონაკლისი, რომელიც ბავშვთა დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ამ დღესთან დაკავშირებით მთელი კვირის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია განსაკუთრებული შეთავაზებები ამცნოს და შესთავაზოს და ახალი ბრენდის გაცნობით, რაც ასევე თავარია და აქტივობებით ისარგებლოს. რა სახის შეთავაზებები და აქტივობა ელოდება PSP-ში მომხმარებელს? ამ თემაზე PSP-ს ბრენდ მენეჯერი მარიამ ხომერიკი მოგვიყვება. მარიამ, გისმენთ, სულ მოვთვალოთ. 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღე ჩვენი პატარებისთვის განსაკუთრებით უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. PSP-ში მზადება უკვე დაიწყეს, მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო შეთავაზებებს და აქტივობებს თავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს და მეც ჩემი რესპონდენტისგან გავიგებთ. ბრენდ მენეჯერი მარიამ ხომერიკი არის ჩვენი დღევანდელი მასპინძელი და ასევე თაიგერი, რომელსაც მარიამი მოგვიანებით გაგვაცნობს, თუმცა პირველ რიგში მარიამ გითხარით იმ საინტერესო შეთავაზებების და აქტივობების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში იგეგმება ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებით პატარა მაყურებლებს, ულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. PSP-თვის ბავშვების კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლესი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ მათ ზრუნვაზე და მხარდაჭერისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე 1 ივნისი განსაკუთრებულად დაიგეგმა ჩვენს ქსელში, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სხვადასხვა აფთიაქებში დახვდებათ ისეთი შეთავაზებები, რომელსაც ალბათ მთელი წლის განმავლობაში კიდევ აღარ განმეორდება. მოდი ჩვენს პატარა მაყურებელს თაიგერიც გავაცნოთ, რომელსაც კადრში ხედავს და აინტერესებს ვინ არის. რა თქმა უნდა, ეს არის მილიმ პარასის თაიგერი, რომელიც სტუმრად გვეწვია ჩვენს ერთ-ერთ აფთიაქში და აუცილებლად ელოდება პატარა მეგობრებს, რათა დაასაჩუქროს ისინი და გაახაროს. მილიმ პარასი ეს არის ბრენდი მთელი ოჯახისთვის და ეს არის უმაღლესი ხარისხის ფინური, განსაკუთრებით ჯანსაღი, სწორად შერჩეული, სწორად მომზადებული მარცვლეული, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა ასორტიმენტით, მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ეს ასორტიმენტი მოიცავს როგორც უგლუტენო, ისე ულაქტოზო კვებას. გარდა თაიგერისა ვიცი რომ სხვადასხვა ბრენდებისეც გაქვთ საინტერესო შეთავაზებები და მათ პერსონაჟებსაც იხილავს თქვენი მომხმარებელი PSP-ს აფთიაქო ქსელებში. რა თქმა უნდა, 1 ივნისის ფარგლებში PSP-ში არსებულ ბავშვთა კატეგორიაზე გვაქვს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. ისეთი ბრენდები როგორიც არის ჰიპი, ჰუმანა, ვინი, ნუტრილაკი, პლასმონი, ჰეინცი და ჰერო, ბევრი რო აღარ ჩამოვთვალოთ, ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის ელოდებიან ხოლმე განსაკუთრებული
შეთავაზებებს, რათა მოიმარაგონ ოჯახისთვის მარაგები და თავისი პატარებისთვის და 1 ივნისი PSP-მ მოამზადა ისეთი შეთავაზებები, რომელიც დარწმუნებული ვარ მოეწონება ჩვენს მომხმარებელს. მოდი ვუთხრათ ის მაშინ მაყურებელს, როდემდე გაგრძელდება ეს შეთავაზებები, რომ მოასწრონ სარგებლობა. 1 ივნისის შეთავაზებები და აქტივობები პიკს უკვე მიღწეულია და 2 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა გარკვეულ ბრენდებზე, მაგალითად ისეთი როგორიც არის ჰიპი, ჰუმანა და ასევე ჰერო, ივნისის 1 კვირის ბოლომდე იქნება შესაძლებელი რომ შეიძინონ როგორც ჩვენს ქსელში ფიზიკურად, ასევე ონლაინ აფთიაქებში. ძალიან დიდი მადლობა მარიამს და თაიგერს საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვილოცავთ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს. მადლობა ანას და მადლობა PSP-ს. და გადასარევი განწყობად შეგვიქმნეს ეს ზღაპრის გმირები და ბავშვური დღესასწაული, რომელიც ბავშვებს ეძღვნება და ყველაფერი კარგი და დადებითი რაც ბავშვებს ეძღვნება, ჩვენზეც რა თქმა უნდა დიდებზე, უფროსებზე გადმოდის და ეს განწყობაც გვინდა რომ თქვენამდე მოვიტანოთ. ესე იგი დადგა დილის ლაივში რა თქმა უნდა ჩვენი თანაწამყვანის ექიმი ენდოკრინოლოგის შოთა ჯანჯღავას დროც, რომელიც ისეთ ძალიან მნიშვნელოვან და გავრცელებულ თემაზე გვესაუბრება, როგორც გახლავთ თავის ტკივილი, იმიტომ რომ თავის ტკივილი ბევრი რამისგან შეიძლება იყოს თურმე გამოწვეული ჩემო ბაჭო. რისგან და როგორ იქნება გამოწვეული, იგი არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად მოგვიყვება, თუმცა მანამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. შოთა დილამშვიდობის. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის. მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჭო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და როგორც ყოველთვის მე გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე წარმატებულ კვირას. დღეს ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ხშირად არის ჩვენს მოსახლეობაში აღნიშნული სიმპტომი გავრცელებული, ეს არის თავის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, გამომწვევი მიზეზები და ზუსტად რა მიზეზები, როგორ უმკურნალოთ, როგორ მოხდეს მისი დიაგნოსტირება, ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივ სპეციალისტი ნევროლოგი ქალბატონი ქეთევან უგულავა. დილამშვიდობით ქალბატონ ქეთი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქეთი, აი რა არის ეს თავის ტკივილი, რა ფენომენია და როგორი სახით არსებობს? თავის ტკივილი ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ჩივილი ადამიანებში, არ არის ადამიანი, რომელსაც თავი არ ტკიებია. დაახლოებით 300-ზე მეტი ტიპის თავის ტკივილი არის. აი სწორედ ამდენი თავის ტკივილი არის საერთაშორისო კლასიფიკაცია თავის ტკივილის საერთაშორისო საზოგადოების კლასიფიკაციაში. ორ ძირითად ჯგუფად რო გავყოთ ეს თავის ტკივილები, შეიძლება გამოვყოთ პირველადი თავის ტკივილი და მეორადი. ექიმისთვის და პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იცოდეს პირველადი თავის ტკივილია თუ მეორადი. მაგალითისთვის მოვიყვა, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება გასაგები, მაგალითად პირველადი თავის ტკივილის ერთ-ერთი ნაირსახეობაა შაკიკი, რომელიც ძალიან გავრცელებული თავის ტკივილია, ასევე დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი. ეს არის დაავადება, რომლის ერთადერთი სიმპტომი არის თავის ტკივილი. ანუ ის მიმდინარეობს თავის ტკივილით და უკან ჩვენ რაიმე სხვა დაავადება არ უნდა ვეძებოთ. მეორადი თავის ტკივილი ეს არის დიდი ჯგუფი დაავადებების, სადაც აუცილებლად არსებობს მიზეზი ამ თავის ტკივილის და აი ისევ მოსახლეობას გაუმარტივებ, რომ უთხრა მაგალითად შეიძლება მტკიოდეს თავი, მაგრამ მიზეზი იყოს ქვედაყბის სახსრის პრობლემა, ან მიზეზი იყოს ჰაიმორიტი, ბრონტიტი, მაგრამ არსებობს სერიოზული მიზეზებიც და მეორადი თავის ტკივილი ძალიან მცირე პროცენტში, არ მინდა არავის დაშინება, ეს არის მცირე პროცენტი, მაგრამ ის შეიძლება იყოს საშიში მიზეზით განპირობებული და ალბათ ექიმის პირველი ფუნქცია სწორედ არის ეს, რომ არ გამორჩეს არავითარ შემთხვევაში საშიში ტკივილი. მაგალითად ეს შეიძლება იყოს სიზარღოვანი საშიში ტკივილი, იგივე თქვათ ანევრიზმის გასკტომის შედეგად გამოწვეული, ეს შეიძლება იყოს თავის ტვინში მოცულობითი წარმონაქმნის, ონკოლოგიური რაღაცა პრობლემის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირიქით მინდა რომ არ გამოვიწვიო მოსახლეობაში რაღაცა შიში და დაბნეულობა, ეს არის ძალიან მცირე პროცენტი, მაგრამ შენამდე მისული თუ პაციენტი მოდის ექიმამდე, ეს არის პირველი მოვალეობა, რომ რაღაცნაირად გამიჯნო
პირველადი თავის ტკივილია თუ მეორადი. დიახ. აი კეთ შენ ახსენე დაძაბულობის თავის ტკივილი. აი რასთან არის ასოცირებული უფრო გასაგები იყოს მოსახლეობისთვის. იცით ეს დაძაბულობის თავის ტკივილი უფრო შეიძლება ესეთი ჩვეული თავის ტკივილების რანგში გავიდეს და მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე პაციენტს როცა ვეკითხები მას როგორ ტკივა თავი, რაღაცნაირად სიტყვა ძუნწად აღწერს ხოლმე ამ დაძაბულობის თავის ტკივილს, თითქოს ბევრი არაფერი არ აქვს სათქმელი. როცა ვთქვა ჩაკიგზე, აი ბევრ რამეს იტყვის, რომ აი წინამორბედი ნიშნები, შემდეგ რაღაცა თანხლები ნიშნები, ეს არის რაღაცნაირად აი თავის ტკივილი, რომელიც არის უფრო მოჭერითი ხასიათის და აი თითქოს დანარჩენი სიმპტომები მას არ ახლავს და აი თითქოს აი ჩვეული თავის ტკივილია, როგორც ჩვეულებრივ ადამიანმა შეიძლება აღწეროს. შეიძლება იყოს დაკავშირებული რეჟიმის დარღვევასთან, გადაძაბვასთან და ასე შემდეგ. ესეც ქმნის პრობლემას, როცა ის ქრონიკულ ხასიათს ატარებს, თორე აი ესეთი ერთეული დღეები თავის ტკივილის თვეში ერთხელ თავი მეტკინა, ორ თვეში ერთხელ მეტკინა პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და როცა დაძაბულობის თავის ტკივილი განიცდის ქრონიზაციას, ის უკვე არის ადამიანის სიცოცხლის ხარისხის, არ არის საშიში, არაფერს არ უზამს, მაგრამ მის სიცოცხლის ხარისხს აქვეითებს. ეს არის დაახლოებით 15 და მეტი ტკივილი დღის მანძილზე. ამიტომ რაღაცნაირად მაინც უფრო რეჟიმული ცხოვრება თუ ვახერხებთ, არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. აი კეთი შაკიკი ახსენია და მასაც რო შევეხოთ, აი როგორ მიხვდეთ მოსახლეობა, რომ უფრო შაკიკური თავის ტკივილია, რამე გამასხვავებელი ნიშნები აქვს? აი როგორც თქვი, ძალიან სიტყვა უხვი აღწერა მოყვება ამ შაკიკს, ოღონდ ხანდახან პაციენტი არ არის თვითონ სიტყვა უხვი და უნდა ჩავძიოთ. ეს არის რაღაცა წინასწარი ნიშნები, პროდრომული ნიშნები, რომ თავის ტკივილი უნდა დამეწყოს, მაგრამ წინასწარ ნიშნებთან ერთად არსებობს იმ პაციენტებში, რომელსაც აქვს შაკიკი აურით, არსებობს წინასწარ აურა. რა არის აურა? აურა არის რაიმე ნევროლოგიური კეროვანი სიმპტომატიკა, რომელიც თავის ტკივილის წინ ჩნდება. მაგალითად, თვალებში გამიჩნდა ჭკვინავი, რაღაცა წერტილები, შეიძლება უფრო მეტიც იყოს, შეიძლება მხედველობა დამებინდოს, შეიძლება მეტყველება შემიცვალოს, შეიძლება დამიბუჟდეს საlimხარე, ეს ყველას არ აქვს, მაგრამ ესეც შეიძლება იყოს. შემდეგ იწყება თავის ტკივილი, რომელსაც აქვს მზარდი ხასიათი, მაგრამ ის არასოდეს არ იწყება აი ესე მეხისებურად. ნელ-ნელა იმატებს და შეიძლება საკმაოდ ძლიერიც გახდეს და ამ სიძლიერის პიკზე მას განსხვავებით დაძაბულობის თავის ტკივილისგან ემატება სხვადასხვა ნიშნები. შეიძლება გერეოდეს გული, გქონდეს პირღებინება, ასევე შეიძლება გქონდეს გაღიზიან, ვერ იტანდე იმ დროს შუქს, ვერ იტანდე ხმაურს, ეს ტკივილი შეიძლება იყოს პულსირებადი ხასიათის, ისეთი დამქანცველი, რომ აუცილებლად უნდა დავწვე, ჩამოვიფარო რაღაცა თვალწინ, რომ შუქმა არ შემაწუხოს და გაგრძელდება, ის არ გრძელდება ცოტა ხანი. ის გრძელდება 3 საათიდან შეიძლება 3 დღემდეც გაგრძელდეს. ეს არის ტიპიური შაკიკის შეტევა. თუმცა არსებობს დაავადებები, რომლებიც აი შეგიძლია აგერიოს, ხანდახან არის დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელსაც რაღაცა ნიშნები აქვს შაკიკის. პირიქით, შაკიკია, მაგრამ უფრო კეთილად მიმდინარე და უფრო მეტად გავს დაძაბულობას და არ დაგვაწყდეს, რომ იმის უკანაც შეიძლება რაღაცა იდგეს, რაც თქვათ ექიმმა შეიძლება გასინჯის დროს აღმოაჩინოს. აპროცირებდია. კეთი, აი როგორ ლაგდებით ხოლმე, აი როდის არის მიზანმიმართულად უკვე ექიმთან მისასვლელი, აი რა თქვათ რა ინტენსივობის ტკივილების შემდგომ? იცით, მინდა გითხრათ, რომ როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, აი მეც მივრჩევ რჩევას, მაგრამ ჩემთან ყველა პაციენტი, რომელიც მოდის თავის ტკივილი, ვფიქრობ უფრო უკვე საყურადღებოა, იმიტომ რომ ჩვეული თავის ტკივილით, აი მეტკინა ერთხელ თავი არავინ არ მიდის ექიმთან, აქ იხარჯება პაციენტის ენერგიაც, ფულის და ესე იგი რაღაც ისეთი ხდება, რაც მას უღირს, ხო? არსებობს ახლადი, აი რაღაცნაირად მაქვს ჩვეული თავის ტკივილი, მაგრამ გაჩნდა რაღაცა უჩვეულო ჩემთვის. ასეთი თავის ტკივილი მე არასოდეს არ მქონია. ეს არის უკვე ნიშანი, რომ ექიმთან წავიდე. ანდა, მქონდა ეს თავის ტკივილი იშვიათი და ის გახშირდა. კი
კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა მსმენელს რაღაცა უცებ შეეშინდეს. ეს რო გახშირდა, სულაც არ ნიშნავს, რომ მას ძალიან ცუდი თავის ტკივილი გაუჩნდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქრონიზაციისკენ წავიდა თავის ტკივილი და ექიმთან მისასვლელია, იმიტომ რომ შეიძლება მისი არასწორი მკურნალობით კიდე დაიმატოს სხვა ტიპის თავის ტკივილები. ეს არის მაგალითად თავის ტკივილი უეცარი უსწრაფესი დასაწყისით, აი მეხის მაგვარი, რომელიც აი იმ წუთშივე პირველი წამებიდან არის ძალიან ძლიერი. ექიმთან უნდა მივიდეთ აუცილებლად. ეს არის თავის ტკივილი, რომელსაც სხვა ნიშნები ემატება. მაგალითად, ტკივა თავი და დროთა მანძილზე ვამჩნევ, რომ რაღაცნაირად შეიცვალა ადამიანი ხასიათობრივად, ან და დროთა მანძილზე შეიძლება არა იყოს უეცარი თავის ტკივილი და გონების კარგვის პერიოდი, გონების დაბინდვა, სიცხე, აი რაღაცა თანხლებული სიმპტომატიკა. მაშინ ჩვენ არ რჩებით სახლში, რა საკვირველია და ვაკითხავთ. კეთი, რა სადიაგნოსტიკო ტესტები ან მეთოდები გამოიყენებენ, რათა მიზეზი დადგინდეს თავის ტკივილის? პირველი არის ექიმი. ეს მინდა ძალიან კარგად ვუთხრა პაციენტს, რომ იცით, აი მაღალ ტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ და პაციენტს ხშირად რომ მოდის შენთან, ზედმეტ რგოლად თვლის და უნდა რომ გაიკეთოს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურორეზონანსული ტომოგრაფია, რომ ნახოს მიზეზს. ყოველთვის ეს გამოკვლევები მიზეზს არ ნახულობს. უფრო მეტიც უხშირესად არ ჭირდებათ და შეიძლება ეს იყოს ფინანსური ტვირთი პაციენტის. პირველი არის ნევროლოგთან გასაუბრება და შეფასება. აი, გასაუბრების მერე ნევროლოგიური გასინჯვა გამოავლენს რაღაც ნიშნებს, რომელიც შენ გიბიძგებს იმისკენ, რომ პაციენტი გაუშვა გამოკვლევაზე. ყოფილა ხშირად, რომ აი პაციენტი ყვება და ჩემთვის არის ტიპიური შაკიკი. მაგრამ აი რაღაცა წითელ ალამს ჩაებღაუჭები, ცოტა გვიანი ასაკია. გასინჯავ და ხვდები, რომ იქ უნდა გააკეთო გამოკვლევა. რა გამოკვლევაა ეს? არ არის ეს მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია ყოველთვის ვერ გამოავლენს მიზეზს. კომპიუტერული ტომოგრაფიას აქვს თავისი ჩვენება. მაგალითად ეს არის აი კარგად შეუულია ინტრაცერებრული და სხვადასხვა ტიპის ჰემატომის, ანუ მაყურებლისთვის სისჩაქცევის გამოვლენა. მაგრამ არსებობს მაგნიტურორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გამოავლენს უფრო სხვა დაავადებებს, აი მოცულობითი პროცესის, სიმსივნური წარმონაქმნის კარგად დიფერენცირება შეიძლება. მაგრამ მინდა იცოდეს პაციენტმა, რომ არც დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს, არც პირველადი თავის ტკივილის დროს ვერაფერს ვერ ნახულობთ ამ გამოკვლევებით. ხანდახან პაციენტი ამბობს, რომ მე დამიდგინდა შაკიკი, იმიტომ რომ გავიკეთე მაგნიტურორეზონანსული ტომოგრაფია. არ არის ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ექიმს დაჭირდა სხვა რაღაცის გამორიცხვა და გააკეთა ამიტომ. ხო, აი რაღაცა იეჭვა. თორე პირველადი ტიპის თავის ტკივილების დროს არც არაფერი არ ჩანს ასეთი მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევის დროს. ხანდახან ექიმს სულაც არ ჭირდება თავი. მე თუ გაგსინჯა, შეიძლება მივხვდე, რომ ყვასახის პრობლემაა და საერთოდაც არ გიშვებ და ამ დანახარჯს ტყუილ დროს და დანახარჯს გაცილებ თავი. დიახ, აი ხატია საკითხვა, დიახ, ხატია გისმენთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შოთა, ქალბატონო ქეთი. არის ხშირად, როდესაც ქალბატონები PMS-ის დროს, ანუ ციკლის წინა პერიოდში უჩივიან თავის ტკივილებს და ეს რამდენად ნორმალურია, საყურადღებოა თუ ერთ-ერთი სიმპტომია, თქვათ PMS-ის? აი ქეთ PMS-ის ციკლის წინა პერიოდში ეს თავის ტკივილები არის, სჭირდება თუ არა მას ყურადღების მიქცევა? იცით რაშია საქმე? ეს შეიძლება იყოს ისეთი ტკივილი, რომელიც აუტანელია და მასთან ერთად ვერ ცხოვრობ. თუ პაციენტი ჩათვლის, რა თქმა უნდა ეს არ არის საშიში თავის ტკივილი, მაგრამ აქ უკვე პაციენტი საზღვრავს მისთვის რამდენად ცხოვრების ხარისხის შემცვლელია ეს თავის ტკივილი. ამ შემთხვევაში თუ ის არის ძალიან ძლიერი, რა თქმა უნდა, მივაკითხავთ ექიმს, რომ რაღაცნაირად მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის, რომ ის არ მიეკუთვნება საშიში თავის ტკივილის კატეგორიას.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის და ყოველთვის ძალიან მიხარია რომ ესე მარტივად და გასაგებად მიგაქვს ხოლმე ინფორმაცია ჩვენი მოსახლეობისათვის. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო არაჩვეულებრივი სპეციალისტი ქალტონ ქეთი უგულავა, რომელიც საუბრობდა დღეს თავის ტკივილის შესახებ. მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით და ერთი კვირის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო თემებით დაგებრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა შოთა, ჩვენს დაგემშვიდობებით ერთი კვირით. მადლობა და გულოცავ შენს შვილებს ბავშვებს. შოთა, აქვე უერთდები ბაჩას მილოსას დიდი მადლობა შენს არაჩვეულებრივ სტუმარს, რომ ასე დამამშვიდებლად მოგვიყვა და არ დაგვაშინა, იმიტომ რომ პაციენტებს ეშინიათ ხოლმე, როდესაც ექიმები საუბრობენ და დიდი მადლობა ასეთი სიმშვიდისთვის და მე ასევე ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან ჩვენ ხვალ ეთერში არ ვართ, ერთი დღით ადრე მოგილოცავ დაბადების დღეს და მთელი გუნდის სახელით, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით გვინდა რომ გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და ბედნიერება და სიხარული. დიდი მადლობა. მადლობა შენ. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ჩემო ხატია, რეკლამის მერე დაგიბრუნდებით ძალიან მალე, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადაერთოთ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ რომ იყურებთ დილის ლაივს, რომელსაც ანა ზაქაშვილი განაგრძობს. ანა, დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს ძალიან საინტერესო და თემატურ აქტუალურ საკითხზე ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ, რომ ზაფხული საქართველოში ოფიციალურად უკვე დადგა. მზის ინტენსივობა მოიმატა და კი ვიცით ჩვენ, რომ მზისგან დამცავების გამოყენება ნებისმიერ სეზონზე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი კანი დავიცათ მზის მავნე და ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ზაფხულში განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი არის მათი გამოყენება. დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მივიღოთ უსაფრთხო რუჯი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით ნამზეური როგორ უხდება ჩვენს კანს, თუმცა სანამ სტუმარს მოვიწევდეთ სტუდიაში და ამ თემას კიდევ უფრო უკეთესად გავშლიდეთ, მანამდე მინდა ფაქტებით კიდევ ერთხელ ვუთხრა და შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორად გარუჯვა და მაგალითად თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ულტრაისფერი გამოსხივება, UVA და UV სხივები ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია კანის ნაადრევი დაბერების, ეგრეთ წოდებული ფოტოდაბერების და ასევე კანის კიბოს განვითარების. მაგალითად ამერიკის კანის ასოციაციის მონაცემებით კანის კიბოს მელანომის, ესე ვთქვათ, ყველაზე საშიში ფორმის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს სწორედ მზის ულტრაისფერი გამოსხივება და 2018-2022 წლის მონაცემებით 100,000 სულ მოსახლეზე 21.9%-ში დაფიქსირდა მელანომის შემთხვევები და მათგან 2% იყო ლეტალური სამწუხაროდ. ასეთ საინტერესო პროგნოზსაც ავრცელებს იმავე ასოციაცია, რომ 2025 წლისთვის შესაძლოა, რომ წლიურად 105,000-მდე გაიზარდოს მელანომის შემთხვევები და მათგან 1.4% შესაძლოა, რომ ლეტალურად დამთავრდეს. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, ამ ესე ვთქვათ, კიბოს ფორმის დინამიკისგან გამომდინარე, ანუ რამდენ ადამიანს უფიქსირდება ყოველწლიურად, იქედან გამომდინარე გაკეთდა ასეთი პროგნოზი. რაც შეეხება Cancer Research UK-ის მონაცემებს, 2004 წელს მელანომის შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, დაფიქსირდა 20,800 შემთხვევა და მათგან 90%-ზე მეტი სწორედ მზის ულტრაისფერი მავნე გამოსხივების შედეგად, ესე ვთქვათ, წარმოიქმნა, ხო? საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა მე ინტერნეტში ვნახე ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც წერდა, რომ 100 ადამიანს საქართველოში ყოველწლიურად სჭირდება მკურნალობა, სწორედ ამ დიაგნოზზე იგულისხმება აქ თარგეტული მკურნალობა და იმუნოთერაპია და სხვადასხვა ტიპის მკურნალობა. და არ მინდა ეხლა ჩვენი მაყურებელი დავზაფრო. მაისის თვე იყო კანის კიბოს წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების თვეა ის უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანები იცოდნენ სწორად გაროჯვა, რუჯი ლამაზია, მაგრამ სწორად ჭირდება. გარდა ამისა, რომ რუჯი ლამაზი არის D ვიტამინის წყარო, ხო, ჩვენს ორგანიზმში, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის და მოკლედ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მზის გამოსხივება მაინც და მაინც მხოლოდ საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ის სასარგებლო და აუცილებელიც არის. და სწორედ ამიტომ, რომ ვისწავლოთ მზის აბადანებისგან როგორ მივიღოთ სარგებელი და არა საფრთხე, ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ნათია ნადირაშვილი, კომპანია კაროტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი. დილამშვიდობის ნათია, კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დღეს შენი პატარა ფერია ხარი, ანუ მეც გილოცავთ, რა თქმა უნდა. ნათია, ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხო რუჯზე ახლა, ხო? რას ნიშნავს უსაფრთხო რუჯი, რა კომპონენტებისგან შედგება და რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ადამიანებმა მანამ სანამ გავირუჯებით?
დილა მშვიდობის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და ბავშვებს ულოცავ ბავშვთა დაცვის დღეს. რაც შეეხება უსაფრთხო რუჯს, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად აღნიშნეთ, რომ ანუ მზის სხივების აბსოლუტური არიდება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმის დ-ვიტამინის მთავარი წყაროა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის სწორი და ბედნიერ ბოლო-ბოლო დადგა ეს ზაფხული როგორც იქნა და არ გვინდა რომ ზეს მოვერიდოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ სწორი გარუჯვა. სწორი გარუჯვისთვის დასაწყისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანის სწორად მომზადება. ჩვენი კანი და ჩვენი სხეული და მოვამზადოთ გარუჯვისთვის, აუცილებელი არის რომ გავერუჯოთ მზისგან დამცავთან ერთად. ანუ ეს არ ნიშნავს რომ რუჯს არ ვიღებთ. ანუ ამ დროს ზუსტად იგივენაირად ვერუჯებით, თუმცა ეს რუჯი არის. მითიც არსებობს სხვა შორის საზოგადოებაში, რომ მზისგან დამცავს იყენებ, რუჯს ვერ იღებთ. არა, ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში აუცილებელი არის რუჯის დროს მზისგან დამცავის გამოყენება. დასაწყის ეტაპზე მით უმეტეს რომ პირდაპირ დამწრობა არ მოხდეს კანზე და თუ ჩვენ სწორად ავარჩევთ, ანუ ჩვენი კანის ტიპის და ჩვენი კანის ფერის შესაბამისად მზისგან დამცავს და მის SPF-ს პროცენტულობას გავითვალისწინებთ და სწორად ავარჩევთ, ჩვენი რუჯი იქნება უსაფრთხო და მხოლოდ სიკეთის მომწანი ჩვენი ორგანიზმი. ბატონო, აი SPF-ი ახსენენათია ის ციფრები, რომელიც მითითებული არის ხოლმე მზისგან დამცავებზე. ეს არის ხო მითითებული არის ხოლმე მზისგან დამცავ. ბავშვების მზისგან დამცავს აუცილებლად. კი ბატონო. მანამდე მინდა გკითხო, რას ნიშნავს ეს SPF-ი? განვუმარტოთ მაყურებელს და რა მინიმუმ რამდენი SPF მაჩვენებლიანი მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ სახეზე და ტანზე. რეკომენდაცია ესეთი თუ არსებობს? რა თქმა უნდა, ამისი რეკომენდაცია არსებობს და უკვე თანამედროვე კანის მოვლაში თითქმის ყველაფერი შეიცავს მზისგან დამცავს. SPF-ი განსაზღვრავს რა პროცენტულობით ავართ დაცულები და ანუ მე ჩემი რჩევა ყოველ შემთხვევაში იქნება ასეთი, რომ არ ვიყიდოთ საცხი, რომელიც მზისგან აბსოლუტურად არ გვიწევს. რაღაცა პროცენტულობით მზისგან დამცავი განსაკუთრებით სახის საწყებს აუცილებლად უნდა გქონდეს და ეს ასეც არის სავარაუდო 10-15% უკვე ყველგან არის გათვალისწინებული, რადგან ეს არის აუცილებელი არა და BB კრემშიც არის ხოლმე. კი ბატონო, ხშირად უკვე დეკორატიულ კი აი არის ხშირად მზისგან დამცავი, რადგან არის სავალდებულო, რაც კარგი და სწორია. როდესაც ჩვენ ღია მზის გულზე გავდივართ და განსაკუთრებით თუ ღია მზის გულზე ხვდებიან ბავშვები, აქ უკვე SPF-ის შემცველობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, სასურველია 50%, 30% ეს არის პრაქტიკულად სავალდებულო. ამ შემთხვევაში ანუ ბავშვი არის დაცული მზისგან, ის თანაბრად იღებს მზის სხივებს, მხოლოდ სასარგებლო სხივებს იღებს და არ ხდება კანის თერმული დამწრობა, დაზიანება, გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები და ასე შემდეგ. კარგი. მოდი, საინტერესო არის ასევე თუ არსებობს რაღაცა ზოგადი რჩევები, როგორ უნდა შევარჩიოთ ეს ნუ გავიგეთ რომ მზისგან დამცავი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა შევარჩიოთ მზისგან დამცავი, რას უნდა შეიცავდეს, რას არ უნდა შეიცავდეს, აი მაგალითად რას უნდა მივაქციოთ, ჩვენ გვიყვარს ხოლმე ამ რუბრიკაში ეტიკეტების კითხვა და ამაზე აქცენტის გაკეთება, რას უნდა მივაქციოთ მზისგან დამცავის შეძენის დროს ყურადღება. მეც მიყვარს ხოლმე ეტიკეტების კითხვა და ანოტაციების სრულყოფილი გაცნობა, UVA და UVB ორივე ფილტრს თანაბრად უნდა შეიცავდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაცულები ვართ როგორც შუშის მიღმა, როგორც ღრუბლიან ამინჩი და ასევე უშუალოდ მზის გულზე. ამორიდან რომელიღაცას ახასიათებს ის, რომ ფანჯრის ხივიდან, კი, ანუ შეუძლია რომ შუშის მიღმაც შემოაღწიოს, ანუ არ ვართ მზისგან დაცული და მით უმეტეს თუ ეს ღია მზის გულს ეხება, ანუ უშუალოდ სხივები გვხვდება, ძალიან აუცილებელი არის დაცვა განსაკუთრებით სახის და ყელის მიდამოსი, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფოტოდაბერება ამ ხრივ ყველაზე მეტად თვალში საცემია ხოლმე და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი. მოდი ვისაუბროთ თვითონ კაროტენის პროდუქტზე და ვასწავლოთ მაყურებელს მათი გამოყენება. წეგან თქვი შენ ასეთი რამ, რომ მზისგან დამცავი, როგორც სახეზე, ასევე ტანზე, უნდა გამოვიყენოთ მანამ სანამ მზეზე გავალთ. რამდენი წუთით ადრე უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად მზისგან დამცავი არის საშუალება, რომელიც 30 SPF-ს შეიცავს. კი ბატონო, რომ გადიხარ, სასურველია რომ. კი ბატონო. ეს არის სახის უშუალოდ კონკრეტულად სახის დამცავი და ძალიან კარგია ხოლმე და მეც ვიცი ვიძლევი ხოლმე ასეთ რეკომენდაციას, რომ გავმიჩნოთ, ანუ სახის კანს მაინც უფრო მეტად განსაკუთრებული მოვაჭირდება ვიდრე ტანზე მაგალითად და სახის დამცავი თუ იქნება ცალკე იქნება ძალიან კარგი. თუ არ არის ამისი ფუფუნება, შეგვიძლია რომ ორივე გამოვიყენოთ, თუმცა უპირატესობა მიანიჭეთ ცალკე სახის დამცავს. რაც შეეხება ვადებს, ანუ სასურველი არის 9 საათით ადრე, ანუ თუ არ არის ამისი ფუფუნება 15 წუთით ადრე მაინც ვეცადოთ და აუცილებლად უნდა განვაახლოთ ყოველ 2 საათში ერთხელ. კაროტენის საცხები სხვა შორის საკმაოდ მდგრადი არის, ანუ წყალში არ ირეცხება კარგად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აუში ჩადიხართ და ამოდიხართ, ანუ თუ მაგალითად 2 საათამდე ჩახვედით და 20 წუთის ინტერვალებით ისველებთ სხეულს, შეიძლება რომ არ განაახლოთ ყოველ წუთში 2 საათი საკმარისია, თუმცა უმჯობესია წყლის შემდეგ თუ ჩამოირეცხა ეს საცხი თავიდან განვიახლოთ და ისე მივიფიცხოთ უკვე მზეს. კი ბატონო, რაოდენობაზე მინდა კითხო რა რაოდენობით უნდა წავისვათ როგორც ტანზე, ასევე სახეზე, იმიტომ რომ უამრავი ვიდეო მინახავს, ზოგი აი მუჭებით ისწრებს სახეზე მართლა მზისგან დამცავს და ვერ მივხვდი, აი რა რაოდენობის უნდა წავისვათ, რომ სათანადოდ იყოს დაცული. უფრო მეტად ივიდეოა. მუჭების
წელს მან ნამდვილად არ არის საჭირო, სასურველია და აუცილებელია რომ მხოლოდ კანის ზედაპირის ანუ სრულ სპექტრი დაიფაროს, არ დარჩეს ადგილი, სადაც არ მოხდა. ანუ ის რომ ჩვენ დიდი რაოდენობით დავიტანთ, რომელიც თვალხილული იქნება, ეს არ ნიშნავს რომ უკეთესად გვიცავს, ანუ არაფერ ზედმეტ სიკეთეს ეს არ მოგვიტანს. აი ნათია ზაფხულში მაკიაჟს არ ვიკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ისედაც დამატენიანებლებსაც ვარჩევთ ისეც, რომელსაც შედარებით მსუბუქი ტექსტურა აქვს. ან მაგალითად თუ შეგვიძლია რომ ეს საცხები მზისგან დამცავები გამოვიყენოთ, მაგალითად როგორც 2-1-ში პროდუქტი, ერთის მხრივ როგორც ტანის ზეთი. ეს არის ხო? ეს არის ჩემი საყვარელი პროდუქტია, ეს ორი, რომელიც არის ძალიან რბილი და ნაზი ტექსტურის, ანუ არ სვრის მაგალითად ტანსაც, მას არის მარტივად შეიწოვება, კარგად აპრიალებს და ასრიალებს. არ გაგვიფუჭდეს კი. ძალიან მარტივად აპრიალებს და ასრიალებს და ვიზუალურ ესთეტიკასაც ძალიან იცვლება დახვეწილს, ასე ვთქვათ, ნამზეურზე და კანის მოვლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი კარგად ატენიანებს. მეც გამოყენებული მაქვს საფუძს და იწოვება ისე რომ რაღაცნაირად არ ლაპლაპებს და აი ესე მეგონი არ ეს დია დისკომფორტია შეგრძნება გაქვს რომ შეწოვილია თავიდან. მადლობა კი, ნამდვილად ასია. კარგი. გასაგებია თუ როგორ უნდა მივიღოთ უსაფრთხო რუჯი და ასევე მნიშვნელოვანი არის ხოლმე რაც მე ყოველთვის პრობლემად მაქვს რომ ვერ ვინარჩუნებ რუჯს და მალე გადადის. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენმა მაყურებელმაც როგორ უნდა მოუაროს რუჯს რომ დიდხანს გაჰყვეს ეს ლამაზი ფერი რომელიც ნამზეურის მოვლა ზუსტად ისეთი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენ გარუჯვა და რუჯამდე კანის მომზადება. ამისთვის ძალიან საჭირო არის რომ კანი დავატენიანოთ, რადგან უკვე გარუჯულ კანსაც აქვს თვისება რომ ძალიან სწრაფად დაავარდკლებს წყალს, ძალიან მარტივად ჩხრება კანი და სწორედ ამიტომ უკვე გარუჯული სხეულის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა თუ ვიზუალურ ესთეტიკაზე ვნარჩუნოთ საუბრობთ რომ დიდხანს შევინარჩუნოთ და ლამაზად გამოიყურებოდეს, უბრალოდ კანის მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს რომ არ გამოშრეს. ამისთვის არის საცხი, რომელიც დიდი რაოდენობით ალოეს შეიცავს და ვიცით ყველამ რომ ალოე არის კითხვა, ამაზე საუბრობთ, ალოეს აქვს ძალიან კარგი დამამშვიდებელი, გამაგრილებელი და ძალიან კარგი დამატენიანებელი ეფექტი. ჰიალურონს შეიცავს, კანს უჯრედებს ძალიან ღრმად ატენიანებს, ასე ვთქვათ, მუდმივად, გლუვად და ძალიან პრიალად გამოიყურება. ანუ აფთერსანძებს აღვებს. იმის შემდგომ მოვლაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვიძლია გარუჯვის შემდგომ პირდაპირ დავიტანოთ აი ამ სიცითლეს, უცაბეთ სიცითლეს თუ მაინც დაგვემართა, აგრილებს, აცრობს, აცრობს და კანი მოყავს ძალიან სასიამოვნო ერთ ფერში. კი ბატონო, ბავშვები ახსენე წეღან შენ და ბოლოსთვის ვაპირებდი ამ თემის შემონახოს ტკბილ უკმას. ასე ვთქვათ, ბავშვების დაცვა მზეზე, იმიტომ რომ მათი კანი განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ბრენდში რომელია ბავშვთა დაცვის, ესე ვთქვათ, ხაზი პროდუქტი არის საბავშვო. ვიცით ჩვენს მშობლებს რეკომენდაციები ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ხო ძალიან მოსახერხებელი არის მშობლებისთვისაც და მომხმარებლებისთვის სპრეი და ტექსტურის სანაპიროზე ბევრი დრო. ცოტა მხიარულებაც მოყვება ხოლმე ბავშვებისთვის აი ამ სპრეის მშობლებისთვისაც სხვათა შორის მინახავს მშობლები. ბავშვების, ავიცით, ჩემიც და ალბათ ყველას თხოვნაც არის, რომ ბავშვების გაყვანა მზის გულზე, ქუდის და დამცავის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მზეზე არ ითამაშოს ან არ გაერუჯოს, მაგრამ შესაბამისი ზომები, ვიდრე ბავშვის სანაპიროზე ან ღია მზის გულზე მოხდება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან კარგია და ძალიან სწორია, თუ ბავშვის დამცავი არის 50 SPF-ით, ეს არის აბსოლუტურად მისაღები ნორმა და პრაქტიკულად გარანტი, რომ ბავშვი არ დაიწყება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარუჯვას თავისი დრო აქვს, დღის რამონაკვეთში ვირუჭებით, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და შუა დღის მზეზე არსებობს, რომ თუ დილის ან საღამოს მზეზე ირუჯების საკმარის რუჯს ვერ იღებ და მე დიდი ხანი მეგონა ასე და დილის 2 საათიდან კატეგორიულად აკრძალულია 12-დან 3 საათამდე მზეზე გასვლა. ხო, ძალიან მცხუნვარე მზეზე და მით უმეტეს ბავშვების გაყვანა ასეთ მზეზე, თუ ბავშვი მზეზე გაყვავს და ეს არ ეხება აქვე მინდა ხაზი გავუსვა, აუცილებლად არ არის აუცილებელი ბავშვი იყოს სანაპიროზე ან მდელოზე, ანუ თუ ბანაკებში ვუშვებთ, თუ ქუჩაში მიყვავს სასეირნო, თუ სკვერში ბავშვთა დაცვის დღეა და დღეს მთელი დღე თუ გარეთ უნდა გაატაროს, აუცილებლად სახლიდან გასვლის წინ უკვე ზაფხულია, უკვე 1 ივნისია და დღეიდან ალბათ შემოდგომის დასაწყისამდე მაინც აუცილებელია რომ თუ ბავშვი სახლიდან გარეთ გადის, სახესა და სხეულის ნაწილები რომელიც უჩანს, მსუბუქად წავუსვათ მზისგან დამცავი. აი რუჯს ძალიან უხდება ეგრეთ წოდებული რუჯის გამაძლიერებელი, თან ცოტა თუ შიმერები აქვს შეკრით და აი ამ პროდუქტზე მინდა რომ ასევე ვკითხო, რას გვეტყვი ამ პროდუქტს. ეს პროდუქტი ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტი არის ამ ხაზის, ალბათ იცის ყველამ. ეს აბსოლუტურად ვიზუალურ ესთეტიკაზეა, მაგრამ კარგი აქვს ის რომ ძალიან კარგი დამატენიანებელიც არის, ანუ მხოლოდ კარგ სიბრჭყვიალეს და მოვლილი რუჯის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რეალურად კანს ძალიან კარგად ატენიანებს და სწორედ ეს 2-1-ში იძლევა აი ამ კარგ ეფექტს. ეს არის ტანის კარაქი და ფიქრობ რომ მე
აი ამ მარტო ჩემი არა ყველა საყვარელი პროდუქტი და ზაფხული აი ამ ჭყილა და მოვისწორეთ გარეშე პროდუქტი რომ მაყურებლისთვისაც ნათელი იყოს, ანუ ეს არის უკვე გაროჯულ კანზე საღამოს დასასმელი, როგორც მოვლა და არა გასარუჯიათ სანაპირო. კი, ეს არის როგორც სხეულის მოვლა, კი, ეს არის. კი, შეიცავს D ვიტამინს, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორნაირი არის. არის ერთი მხოლოდ მუქი ფერის და მძლავრი დამატენიანებელი, არის მეორე, იგივე დამატებული აქვს ეს სიბრჭყვიალე. ანუ გამოპრანჭული უკვე გაროჯული და საღამოს გადიხარ, ამ საცხით გადიხარ, რომ იყო ბაჩო, ესეთი ლამაზად მიმზიდველ მძინვარე, ისეთი თან ძალიან ზომიერი. ნათია, სხვათა შორის მე არ ვიცოდი და არ დავფიქრებულ ვარ ამაზე, თუმცა ასეთი მოსაზრება შემხვდა სოციალურ ქსელში, რომ გამომდინარე იქედან, რომ მზე არის D ვიტამინის წყარო, შეიძლება რომ თუ კი მზისგან დამცავებს ვისვამ და ვისხლიტოთო ეს D ვიტამინიო. ეს მითია თუ რეალობა? მითია, არანაირად მზისგან დამცავი D ვიტამინს არ აისხლიტოს, პირიქით მივიღებთ ზუსტად იმ სუფთა მზის სხივებს, რაც საჭიროა და საჭირო რაოდენობას ჩვენი სხეული აუცილებლად გამოიმუშავებს, ანუ მზისგან დამცავი D ვიტამინის გამოიმუშავებას ასე რომ არ შეგეშინდეთ და კიდევ ერთი კითხვაც მექნება აი მაგალითად ზაფხულში თმა მზის ზემოქმედების შედეგად ხუნდება, უხეშდება და ესეთი დისკომფორტს გვიქმნის ეს ფაქტორი, ხო? იმიტომ რომ არც თმას არ უხდება გარდაკანისა მზე. თუ შეგვიძლია მაგალითად აი ეს ზეთები, რომლებიც გაგვაცანი და წარმოგვიდგენია, გამოვიყენოთ იგივე ორი ერთი პროდუქტი და თმის დასაცავად გამოვიყენოთ. არსებობს ეგრეთ წოდებული თერმოდამცავები თმის დასაცავად. უჯობესია რომ კი, თმაზე კონკრეტულად თმის დამცავი, კი ბატონო, თმის დამცავი გამოვიყენოთ, თუმცა თუ არა გვაქვს შეიძლება გამოვიყენოთ. კი ბატონო. მოდი მაშინ შევაჯამოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის, რაზე ვილაპარაკეთ, პატარა რეზიუმე გავუკეთოთ. კი ბატონო, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უკვე ზაფხული მოვიდა და ძალიან მიხარია და როგორც იქნა გაცხადა დათმა. ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანმა გამოიყენოს მზისგან დამცავი და უპირატესობა მიანიჭოს ცალკე სახის კანის დაცვას, მოვლას და ცალკე სხეულს და ფართო სპექტრის დაცვა უნდა ამოვიკითხოთ. აუცილებლად ავიჯერთ, კი, ფართო სპექტრის დაცვა, რომ გვიცავდეს როგორც ღრუბლიან ამინჩი, ასევე შუშის მიღმა და ღია მზის კულზე. ბავშვებისთვის უპირატესობა მივანიჭოთ 30-დან დამცავებს, ანუ SPF 30-დან და 50 იქნება ძალიან კარგი. არ გავიდეთ მზის გულზე დამცავის გარეშე და სწორად შევარჩიოთ აუცილებლად სწორად შევარჩიოთ დრო და ნამზეურის შემდგომი მოვლა ზუსტად ცითი მნიშვნელოვანი არის როგორც გარუჯვა და გარუჯვამდელი ზრუნვა სხეულზე. ნამზეურს ჭირდება მოვლა, კანს ღრმა დატენიანება, ხოლო თუ უკვე გვჭირდება მეტი სიბრჭყვიალე და მეტი სიბრძღიალე და მეტად მოვლილი კანი, შეგვიძლია რომ ტანის კარგება. ძალიან საინტერესოა ასევე როგორ მომხმარებლისთვის, როდესაც არჩევანი გაქვს ბრენდში ტექსტურის მიხედვით, იმიტომ რომ ზოგს მოსწონს კანის ტიპის მიხედვით ზეთოვანი ტექსტურა, ზოგს პირიქით ზესავით ტექსტურა და აი ეს არის ძალიან მოსახერხებელი, როცა ერთ ბრენდში გაქვს ამის ფუფუნების საშუალება, იმიტომ რომ შეიძლება შენი ოჯახის წევრისთვის სულ სხვა ტექსტურა შეიძინო, იმიტომ რომ მას კანის ტიპი სხვა ქონდა, შენ სხვა და აქედან გამომდინარე, კარგია რომ ზოგადად განვითარდა ის მარკეტინგი და ბრენდები, რომ ნებისმიერი კანის ტიპის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. აი მაგალითად თუ ცხიმიანი კანი მაქვს, მე პირობითად მაქვს საშუალება ამ ბრენდში რომ შევარჩიო ჩემი კანი. რა თქმა უნდა, არსებობს, ან შეგიძლიათ თქვენი კანის ტიპის მიხედვით, განსაკუთრებით სახის კანის დამცავები და სახის კანის მოვლა მზის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე შეგიძლიათ შეერჩიოთ დამცავები თქვენი კანის ტიპის ფერზე. შეგიძლიათ თუ უფრო ღია ხართ, მაღალი დამცავით, თუ უფრო მუქი სახის კანი გაქვთ, შეგიძლიათ უფრო დაბალი, ან თქვენი კანის ტიპი, სტრუქტურა, ფერის გათვალისწინებით შეგიძლიათ რომ შეერჩიოთ. და აი სუფთა ესთეტიური კუთხითაც ჩვენს გოგონებს განსაკუთრებით მინდა ვუთხრა, რომ თან გარდა იმისა, რომ გვიცავს დამწრობისგან და კანის კიბოსგან და ასე შემდეგ, უმნიშვნელოვანია რაც ანა შენი კითხე ესთეტიური კუთხით. თუ გვინდა რომ რუჯი დიდხანს შევინარჩუნოთ, უნდა წავისვოთ აუცილებლად დამცავით მივიღოთ, იმიტომ რომ ის კანი ნაკლებად ზიანდება და რუჯი რატომ მიდის, ხო, დამწვარი კანი იქერცლება და ნელ-ნელა მიყვება ფერი. ცუდია თუ ამ ზომამდე თუ მივიყვანეთ საქმე რომ კანზე ტრავმულია ეს მზის სხივები და უკვე იწება დაცვა და კანის აზრობა, ანუ აი პრაქტიკულად აი არავინეს არ უნდა გააკეთოს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება საკუთარ თავს ასე მოექცეთ. ანუ უამრავი საშუალება და ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს, რომ მივიღოთ 7 უსაფრთხო რუჯი და თან შევინარჩუნოთ დიდხანს და მოვლილად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ნათი, თქვენ შეგვიძლია რომ სოციალურ ქსელებში ვადევნოთ, ხო, თვალი თქვენს სიახლეებს და მინდა რომ კი, წელს კარატენი ძალიან გაანებიერებს თავის მომხმარებელს და მინდა ყველას მოუწოდო, რომ შეგიძლიათ თვალი ვადევნოთ სოციალურ ქსელებში და ძალიან ბევრი სიურპრიზი და რაღაც სიახლე, ძალიან სასიამოვნო
გამოამბები, სწორედ გელოდება მთელი ზაფხულის განმავლობაში კაროტენის სოციალური გზავნილებით. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ნათი საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, საინტერესო რჩევების გაზიარებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, როგორც ყოველთვის შენ საინტერესო ამბებით მოდიხარ ხოლმე და დაგემშვიდობებით ახლა და დავემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელსაც მომდევნო შაბათ კვირამდე. მადლობა. დიდი მადლობა გოგო. მადლობა ამ ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევებისათვის. მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. და მე მგონია რომ შენ მაინც 50 SPF-ით უნდა გახვიდე და მე 30. თეთრი ფიტკინა და სიქორფე და სინორჩერო ხარ. აი, ხედავ როგორი ესე ვთქვათ ქათინაურები მივიღე. დღეს პირველი ივნის ხო? კი ბატონო. ესე იგი, როგორც უკვე გითხარით, დღეს ყველა ადამიანი თუ კომპანია ბავშვებისთვის განსაკუთრებით ზრუნავს და ცდილობს განსაკუთრებული დღე აჩუქოს. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიახლეები ავერსშიც არის და საიდანაც ჩართვა გვექნება და შემოგვიერთება ავერსის არამედიკამენტების კომერციული დირექტორი ლანა ყიფშიძე. ლანა, მოგესალმებით დილამშვიდობის, თუ გესმით ჩვენი ხმა? ლანა, მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. გესმით ჩვენი ხმა? მე მგონი ცუდად გესმით. მოგესალმებით. მოგესალმებით, მეც გილოცავ დღევანდელ დღეს, ასევე ულოცავ ყველა პატარას 1 ივნის ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს და ყველა ბავშვს უსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას. და ძალიან მიხარია რომ დღეს ამ მშვენიერ დღეს თქვენთან ერთად ვარ და არ ვარ მარტო რაც მთავარია, იმიტომ რომ ჩემთან ერთად არის ერთი ძალიან საინტერესო ქართველი გმირი, რომელიც ახლა შემოგვიერთდება. ჟოზიკო, მოდი. დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიხარდებათ მის დანახვა. გამარჯობა. თქვენი ხმა არ მესმის სამწუხაროდ. ძალიან მაგარია, გესმით ჩვენი ხმა? ჩვენც დაგვაბრუნეთ ბავშვობაში და ძალიან გვიხარია იქ კადრი ისეთი ლამაზი არის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს და დარწმუნებული ვარ პატარებთან ერთად მშობლებს სიამოვნებას მიიღებენ. კი, მართლა ძალიან ყველას გვიყვარს, ძალიან მაგარი ვინმეა ჟოზე. ჟოზეზეც რომ მოგვიყვეთ, ლანა, რა იქნება ანუ სიურპრიზის სახით? და რაც თავარია ის არის ავერსის მეგობარი. დიახ, რაც თავარია ჟოზე არის ავერსის მეგობარი და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ დღეს ჩვენ საფთიკო ქსელში სამაფთიაქში გვექნება ჟოზეს აქტივობა, სადაც პატარები ძალიან ბევრს იხალისებენ მასთან ერთად. ჟოზე იმღერებს თავის სიმღერებს, გაართობს მათ. შესაბამისად, ექიმი ჟოზეს Facebook გვერდზე შეუძლია ნახონ ჩვენს მომხმარებლებს მისამართები თუ სად ჩატარდება ეს აქტივობები და შესაბამისად მშობლებს ურჩევ რომ თავიანთ შვილებთან ერთად აუცილებლად ესტუმრონ ავერსის ამ სამ აფთიაქს, რომელიც სხვადასხვა უბნებში არის გადანაწილებული და გაერთონ ჟოზესთან ერთად და მიიღონ ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი. თუ შეიძლება სიურპრიზებზე და საჩუქრებზე სიურპრიზი და საჩუქარი, იმიტომაც ვქვია რომ ასე ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მშობლებმაც რომ იცოდნენ ბავშვების სიხარული როგორი იქნება, ანუ დაახლოებით კიდევ რას გვთავაზობთ დღეისთვის. გარდა იმისა, რომ ჟოზეს თავისი ძალიან კარგი გასართობი პროგრამა აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ავერსის საფთიკო ქსელი ძალიან მობილიზებულები ვართ, ძალიან მომზადებული ვართ დღევანდელი დღისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ გვექნება საუკეთესო შეთავაზებები. წლის განმავლობაში მიმდინარე წელს მსგავსი საუკეთესო შეთავაზებები არ გქონია, როგორც გვექნება დღეს და ხვალ. ასევე ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ მოგიყვებით დეტალურად, რა პროდუქტებია წარმოდგენილი, რა სიახლეები გვაქვს ჩვენ საფთიკო ქსელში, მე და ჟოზე ამას მოგიყვებით. გარდა ამისა, მინდა ანონსო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც გვექნება ბავშვთა დღესთან მიმართებაში, ეს არის რომ ჩვენს მომხმარებლებიდან, ასე ვთქვათ, ერთ-ერთს შერჩევითობის პრინციპით დავასაჩუქრებთ დისნეილენდის საგზურით, რომელიც გულისხმობს დედას, მამას და შვილს, ანუ სამ კაციან საგზურს დისნეილენდში, შესაბამისად ყველა მომხმარებელი, რომელიც ავერსის საფთიკო ქსელში დღეს და ხვალ შეიძენს ბავშვთა პროდუქტებს, მათ ექნებათ შანსი, რომ მოიგონ მოგზაურობა დისნეილენდში, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას ოცნება. როგორი სიურპრიზები აქვთ ბავშვებს და ლანა, მე როგორც ვიცი, ეს სიურპრიზი არა მარტო ბავშვებისთვის, არის მშობლებისთვისაც დიდი სიხარულია, როცა გაქვს საშუალება რომ ბავშვს ასე თიბედნიერება მიანიჭო. მე როგორც ვიცი, რა თქმა უნდა, ეხლა ვერც ვიტყვით, მაგრამ და ავერსის ზრუნავს ამაზე. ნამდვილად ზრუნავს და ვიცი რომ მშობლებიც არ დარჩებიან, ესე იგი დღეს უყურადღებოთ, იმიტომ რომ არა მარტო საბავშვო ხაზებზე, როგორც ვიცი, გარკვეულ პროდუქტებზე სპეციალური საინტერესო შეთავაზებებია, ხო?
კი, ანუ გარდა იმისა, რომ გვაქვს 60%-ამდე და 60%-იანი ფასდაკლებებიც კი სათამაშოებზე, ჩვენ საფთიაქო ქსელში დღეს და ხვალ, ასე ვთქვათ, ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო აქციები ბავშვთა კვებაზე, უბრალოდ კონკრეტულად აღარ ჩამოვყვები, ასე ვთქვათ, რა ტიპის აქციები, ეს არის 2+1, 2+2, 3-ს რო ვიყიდით და 3-ს რო კიდევ გაჩუქებთ. ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, მშობლები არ დარჩებიან უყურადღებოდ და განსაკუთრებული აქციები გვაქვს მოვლის საშუალებებზე, როგორიც არის სახის მოვლის საშუალებები, სხეულის მოვლის საშუალებები, რომელიც ძალიან აქტუალურია უკვე სეზონთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ძალიან გაერთობა ავერსის საფთიაქო ქსელში და თან სასიამოვნოდ იშოპინგებს და თან სასიამოვნოდ გაერთობა, ასე ვთქვათ, ჩვენ საფთიაქო ქსელში, ვინც გვესტუმრება დღეს და ხვალ განსაკუთრებით. თუმცა ივნისის თვეს ზოგადად ვაცხადებთ ბავშვთა თვედ, ასევე ვაცხადებთ თვეთ, როდესაც ჩვენ გვექნება განსაკუთრებული შეთავაზებები სეზონურ პროდუქტებზე და შესაბამისად მთელი ივნისის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო რამეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს და მინდა რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო ბრენდი, ბავშვთა ბრენდი ჩიკო, იტალიურად კიკო, რომელიც შემოუერთს ავერსის საფთიაქო ქსელს. ჩვენ საფთიაქო ქსელში წარმოდგენილი გვაქვს ჩიკოს ძალიან ფართო ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს ბავშვის სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც 12 წლამდე აღზრდისთვის გვჭირდება და მინდა ვთქვა, რომ ჩიკოს განსაკუთრებულად დიდი ასორტიმენტი წარმოდგენილია ქარვასლის სავაჭრო ცენტრის ავერსის ფილიალში, სადაც დღეს და ხვალ დაგვხდებათ 50%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე, რაც ძალიან კარგი შეთავაზებაა. ანა, ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ არ არის ეს მარტო პატარების დღე და ყველანი ვზეიმობთ ამ ძალიან სასიამოვნო დღესასწაულს და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა და მადლობა და გემშვიდობებით. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, მეც გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ბავშვთა დღეს. მადლობა. და ვაგრძელებთ ამ თემატიკას, ჩემო ბაჩო და ჩემო ძვირფასებო, 1 ივნისია დღეს და სტუმართან ერთად გიერთდებით დღეს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ასევე თეა ჩარკვიანი, ექიმი, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი და ხათუნა ჩარკვიანი, გინეკოლოგი. ასევე სტუმრად გვყავს 4 ბავშვი მშობლებთან ერთად და ვსაუბრობთ ბიოლოგიური მასალის შენახვაზე, რომლის შენახვაც ქალებმა 35 წლამდე უნდა უზრუნველყონ და ისრუნონ ამაზე. მეგობრებო, დილა მშვიდობის, მოგესალმებით. შეგიძლიათ შემობრძანდეთ. მოგძანდით. მოგძანდით. აი მე როგორი გაპრანჭული ბაია დავინახე და დღეს ასევე ნინაობაა და ნინო გილოცავთ ნინაობასაც პირველ რიგში. მე მგონი კი გამარჯობათ, მოგესალმებით, დილა მშვიდობის. გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს, ვაიმე როგორ შენი შემადგენლობით არის. ეს როგორი გაპრანჭული ბაიები ხმა ისმის? თან დღევანდელ დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ორი დღესასწაულია, ესე იგი ბავშვების დღე არის, ნინაობა არის და პინტუ არა, ჩემო ნინო, ესე იგი ძალიან საინტერესოა ბიოლოგიურ მასალაზე როცა ვსაუბრობთ და ძალიან მიხარია რომ მოსახლეობის ცნობიერებაც ნელ-ნელა ამაღლდა და უკვე ჩემს ირგვლითაც ახლა რასაც ვამბობთ word of mouth-ი, უკვე მესმის რომ 35 წლამდე უკვე ქალბატონები გოგოები ზრუნავენ ამაზე, რომ თუ ვთქვათ ვერ ვახერხებთ ოჯახის შექმნას და ვთქვათ ბავშვის გაჩენას, აუცილებლად ზრუნავთ ამაზე რომ შევინახოთ. აი თუ შეგვიძლია კიდევ ერთხელ რომ ჯერ პირველ რიგში ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი და ჩვენს მოსახლეობას და შემოგვემატებიან რა თქმა უნდა სტუმრები. გამარჯობა, მოგესალმებით. დილა მშვიდობის. დღეს ბავშვთა დაცვის დღეს, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან ჩვენი ცხოვრების, არ ვიცი, ალბათ გამახალისებლები, ჩვენი სიცოცხლე პრაქტიკულად და ახალი ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალი და ყველაზე კარგი პროფესია გვაქვს თქო რომ ყოველთვის მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ყველაზე კარგი პროფესია გვაქვს იმ ექიმებს ვინც არიან იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი პროდუქტი, მაინც პროდუქტია, ეს არის ახალი სიცოცხლე და რეალურად დღეს თქვენი დახმარება საინფორმაციო წყაროს დახმარებით, რომლითაც ჩვენ მივიტანეთ ადამიანებამდე ის თემა, რომ აუცილებლად ასაკს თავისი მნიშვნელობა აქვს და წარმოიდგინეთ, რომ თუ 20 წლის ასაკში ვყინავთ კვერცხუჯრედს, გვჭირდება სულ 8 კვერცხუჯრედი იმისთვის, რომ შვილი გავაჩინოთ.
მაგრამ თუ მაგალითად ვყინავთ კვერცხუჯრედს 35-36 წლის ასაკში გჭირდება 30-25 კვერცხუჯრედი. შესაბამისად, ამის მისაღებად კიდევ უფრო მეტი პროცედურაა საჭირო. არის 30-25 შესაბამისად, რამოდენიმე პროცედურა უნდა გავიკეთოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ასეთი რაოდენობით კვერცხუჯრედი და შეიძლება პატარა ასაკში მივიღოთ ჩვენ. მე მგონი კიდევ ყავს სტუმრები. ერთი პროცედური. გამარჯობა, საფოთი, რამაზე მიხარ? დედა, რა სტუმრები გვყავს და როგორი ბაიები გვყავს სტუმრად? ნახეთ როგორი ფანტასტიკური ბავშვები არიან, თან ყველა ასაკის. ყველა ასაკის, კი, ნამდვილად, ყველა ასაკის და გოგოები, ჩვენი ვაჟკაციც აქ არის, როგორ მოეწონა მიკროფონი. მე მგონი მომავალი ტელეწამყვანია, როგორც ვატყობ, ძალიან მოეწონა. ან მომღერალი. რაც შეეხება თვითონ ბიოლოგიური მასალის შენახვას, ჩვენმა მოსახლეობამაც რო იცოდეს, როგორი რამდენი ხანი არის შესაძლებელი რომ შეინახოს. აი თქვა, შევინახეთ და რამდენი ხანი შემიძლია ვიყო მშვიდად, რომ აი თქვა ჯერ დრო არა. 30 წლის შემდგომ დაბადებულია უკვე ბავშვი. გაყინული კვერცხუჯრედი. შესაბამისად, თუ ადრე ითვლებოდა, რომ დაახლოებით 5-10 წლის შემდგომ იწყებოდა დნმ-ის ფრაგმენტაცია, რაღაც პრობლემები იყო, დღევანდელ დღეს დამტკიცებულია უკვე, რომ 30 წლის შემდეგაც დაბადებულია აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი. შესაბამისად, შეგვიძლია ვინახოთ, მშვიდად ვიყოთ აბსოლუტურად, თუ ემბრიონს ვინახავთ, კიდევ უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, შეგვიძლია ვიცოდეთ ყველაფერი მის შესახებ. ანუ როგორია ჯანმრთელია გენეტიკურად, რა სქესი ის არის. შენახული გქონდეს და შეიქესით წინასწარ შეგვიძლია ჩვენ ზოგადად ვიცით და შესაბამისად ანუ პაციენტისთვის ეს ცნობადი არ არის ჩვენ არ მეუბნებით სიურპრიზი უნდა იყოს ყოველთვის სიურპრიზი უნდა იყოს ყოველთვის ჯობია რომ არ ვიცოდეთ და ჩვენთვისაც რაღაც იყოს ის სიახლე რაც ბედნიერებას მოგგვრის და შესაბამისად ვფიქრობ რომ ანუ ძალიან ბევრი წყვილი მოდის დღევანდელ დღეს ახალგაზრდები რომლებსაც მაგალითად სულ არ უნდათ დღეს შვილის გაჩენა მაგალითად კი ემბრიონებს ყინავენ და შემდგომ უკვე 40-45 წლის ასაკში როცა უნდათ მაშინ გააჩენენ არანაირი პრობლემა არ არის ასევე რომ უთხრათ ჩვენს წყვილებს და ზოგადად მოსახლეობას გაყინული კვერცხუჯრედი შეგიძლია ვთქვათ რომ მე რაღაცა ასაკი მოვიდა და უკვე შენ აღარ ხარ მზადა ორგანიზმი არ გაქვს მაგრამ სუროგატმაც ჩვეულებრივად არ გჭირდება სუროგატია ჩვენ 50 წლის ორსულიც 59 წლის ორსულიც ახლა როდესაც შენახული ემბრიონი არ მოვა ის 50 წლის ასაკში მოვა 40-45 წლის ასაკში და შესაბამისად თავისუფლად გააჩენს შვილს არანაირი პრობლემა ჩვენ რეზერვი გველება არ არის პრობლემა საშვილოსთან რომელიც პრაქტიკულად კონტროლის ქვეშ კი ბატონო დაბა თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი სტუმრები ნუ რაც თავარია მე ვფიქრობ რომ ექიმებს გაგაცნობ და ისინი გაგაცნობენ ვფიქრობ რომ პაციენტებიც იტყვიან თავიანთ სათქმელს. ქალტონი თია ჩარკვიანი ის მინდა გითხრათ რომ GGRC-ის ექიმი ახლა გახდა დღევანდელ დღეს და ძალიან ვამაყობთ იმით რომ ის ჩვენთან არის. შესაბამისად ქალტონი ხათუნამითაიშვილი ესენი არიან ექიმები რომლებიც ზრუნავენ და მე ვფიქრობ რომ ყურადღებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სფეროში. იმიტომ რომ ამ ადამიანებს არაფერი არ სკივათ, მოდიან ჩვენთან. შესაბამისად ეს არის ის რაც მათი აბსოლუტური ბედნიერებისთვის არის საჭირო. შესაბამისად ჩვენ ბედნიერი პაციენტი ყავს ისედაც, მაგრამ ყურადღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორსულისთვის, ასევე იმ ადამიანისთვის, რომელიც უნდა დაორსულდეს. ამიტომ ვფიქრობ რომ აი ყოველი მათგანი ალბათ ძალიან ბევრ ამას იტყვის საკუთარ ექიმზე და საკუთარ ექიმსაც როგორც ახსოვს მათი ისტორია რომ მოდიან და რას გრძნობენ ისინი და რა გამოიარეს ამ დიდი სიამოვნებით მოგიშნეთ. გილოცავთ პირველ რიგში და ძალიან საინტერესოა მართლა იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას ექიმისადმი როგორ განეწყობა იმიტომ რომ სულ ვამბობთ ხოლმე ჩვენ მეგობრები რომ რაც არ უნდა ურჩიო ექიმი აი გული უნდა მიუვიდეს და პირველივე შთაბეჭდილებით უნდა დარჩეს მასთან შე რაც არ უნდა ელაპარაკო და აი რომ მოგობათ საერთაშორისო დღე მოგილოცოთ და ყველას ამბავ პატარებს მინდა უსურვო იყოს მათი უფლებები დაცული და მშვიდობიან სამყაროში იცხოვრონ და ეს დღე კიდევ უფრო გვაფიქრებინებს რომ მხოლოდ დაბადების შემდგომ არ უნდა ვიზრუნოთ მათზე ჩვენ მით უმეტეს ყველაზე კარგად ვიცით რომ ჩასახვის დღიდან მთელი ორსულობის მანძილზე უნდა ვიყოთ სულ ისეთ რეჟიმში რომ ეს ბავშვები ჯანმრთელები მოევლინონ ამ ქვეყანას და სითბოში და სიყვარულში იცხოვრონ და
ორსულობა არ არის მარტო ბავშვის მოლოდინი, ძალიან რთული პროცესია, ემოციური, ფიზიკური. ჩვენი პაციენტების უმრავლესობას მით უმეტეს ამ ყველაფერს ერთვის ემოციურად და დატვირთულები არიან, სტრესულია და მე ამ პაციენტებთან ერთად გავიარე ეს გზა და ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის, ჩვენი ექიმების, მთელი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ მშვიდობიანად გავატაროთ ორსულობის პერიოდი, მშობია რომ მშვიდობიანად და მოევლინონ სამყაროს ჯანმრთელი ბავშვები და ამ შემთხვევაში მე ვიტყვი რომ 10 წელი ქალბატონი რუსუდანი ელოდებოდა ეს ოჯახი ელოდებოდა შულს და 8 წელი ქალბატონი ნინიკო ელოდებოდა არ ვიცი თითოეული დღე მახსოვს ამათი ვიზიტი ჩვენთან რა ემოციური იყო ქალბატონ რუსუდას არასოდეს არ ეჯერა თუ აი არ ვიცი სულ დაძაბული ვიყავი რომ აი დამერწმუნებია რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ძალიან ემოციური იყო და ნინიკო უფრო მშვიდი იყო უფრო ისე მოყვებოდა ხოლმე ყოველ ვიზიტს მშვიდად და წყნარად და აი ეს მინდოდა მე კითხემდა რომ თქვენთან მოდიან მაინც ცოტა უფრო გააჭიანურებული პაციენტები ემოციური ფონი უფრო მაღალია ხო ამ შემთხვევაში ჩვენი კონტინგენტი ვინც არის იშვიათად ხო თუ დგება ორსულობა მალევე დგება და ეგ არის და როცა უკვე წლები გადის ბევრად რთულად იღებს ამას თითო პაციენტის მთელი ოჯახი და სანათესაო სტრესშია ჩართულია ამაში რომ ნუ ჩვენზე აღარაფერს ვამბობ ქალბატონ ნინოზე აი ყველა ჩვენი ვიზიტის შემდეგ ეკონტაქტებიან ქალბატონ ნინოს ზუსტად ვიცით მე მესეჯების საკითხული მაქვს არაერთხელ სულ ყველა პაციენტის ორსულობის მიმდინარეობაზე საქმის ყურშია რომ აი იცის ყოველთვის ვინ როგორ მიდის და ვის რა ჩივილი აქვს, ვის რა განსაცდელი აქვს და ვის რა პრობლემა აქვს და მე მინდა ყველას მიულოცო, მე მინდა ყველა ქალს, ვისაც ვინც დედობისთვის იბრძვის, რომ დედა გახდეს და ყველა ბავშვს ვუსურვო ჯანმრთელი დაიბა მოევლინოს ამ ქვეყანას და ვისწავლოთ მათგან სიყვარული. ნამდვილად და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, აგერ ჩვენთან არ არსებობს. მამას ვათქმევინოთ. მამა ხო ხედავ როგორ უვლის. აი როგორ მოვიზა, უნდა ეთქვა, რომ რა. შეიძლება დასაწყისი რომ სულ ამბობს რომ მე არ წავართვა ისაც. სულ უნივერსიტეტში მე გავაკეთე. მამაზე აღარ ვლაპარაკობ. ჩვენთან მამები იყო. ძირითადად მამასთან ხონდა ურთიერთობა სატელეფონო კავშირი, მიწერმოწერა როგორ იყო, როგორ მიმდინარეობდა. პირველ რიგში ულოცავ ყველა პატარას დღევანდელ დღეს. ბედნიერი ბავშვობა გქონდათ, ბედნიერი მომავალი. აი დღევანდელ დღეს რომ მახსოვს პირველად რომ შევადგით ფეხი GGR-ში ქალბატონ ნინოსთან ვიზიტზე. და არასდროს არ დამოვიწყდება ის სიტყვები, ქალბატონმა ნინომ რა გვითხრა, რომ აი მე თქვენ აქედან უშვილოებს არ გაგიშვებთ. დღემდე მახსოვს და დღემდე ჩამესმის ყურში ეს სიტყვები და ჩემთვის აი იმხელა იმედი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, 10 წელი არ გვიჩნდებოდა შვილი, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი უშედეგო ცდელობა იყო. და აი ქალბატონ ნინოსთან იმედიც ჰქონდა დაკარგული, აი არც ვფიქრობდით სხვათა შორის ტელეფონის ნომერი რომ მოგცეს GGR-ის, ანუ 1 წელი ესე ანუ დავდეთ თარაზე გვედოთ ითხოვს და იმიტომ რომ არ მჯეროდა უკვე ექიმების საერთოდ, მაგრამ აი ქალბატონ ნინოსთან რომ მივედით და გაგვესაუბრა, იმხელა რწმენით და იმედით წამოვედით იქიდან, რომ ანუ დავიჯერე, რომ აი ნამდვილად აქ ყველაფერი ჩვენი ოცნება ახდებოდა და ნამდვილად ეს და რამდენ ხანში ასრულდა თქვენი ოცნება? პირველი, ანუ ორ თვეში. ორ თვეში, აი არც ჯერო. 10 წელია დადიან, 10 წელი იცით რა? გააჩნია სად მივდივართ, რას გვეუბნებიან და რა გზით მივდივართ, ხო? მნიშვნელოვანი არის ის, რომ სულ სხვა რამეს ნერვიულობდნენ და აი ძალიან ნერვიულობდა, როცა ესეთ პაციენტი მოდის ურწმუნოთ. ძალიან რთულია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ნდობა არ აქვს. და ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გენდოს. ანუ აი ეს ნდობა და ძალიან დიდ რამეს ნიშნავს და მე არ ვფიქრობ, რომ ანუ აი ეს ყურადღება და ყველაფერი ის, რასაც უხსნი პაციენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს პაციენტმა, რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ როდესაც უხსნი, მანაც უნდა იცოდეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისტორია, საკუთარი ისტორია 80%-მა პაციენტების არ იცის, რა გაუკეთა, რატო რისთვის და ასე შემდეგ. როცა იცი, ძალიან მარტივია. ორივე მშობელი ჩართული იყოს სრულად. ჩვენ ვისწავლეთ მედიცინა ერთად. იმისთვის, რომ რწმენა გქონოდა.
ხო, იცით რა არის, დროს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდან როცა ახალ დაქორწინებული ხარ. 1 წელი, 2 წელი მაინც ფიქრობ რომ ჯერ ადრეა და მე უცებ მოიხედავ და 10 წელია გასული და ძალიან დიდი დროა გასული. ჩემო მეუღლე ახსენა 2 თვე და ის 2 თვეც ანუ იმდენად სწრაფად მოხდა მოკლედ მიკროფონი უნდა მივედი არ რაღაცნაირად ხო ნდობა დაკარგული მქონდა ყველას და იქ იმდენად ისეთი თვილი საუბარი რაღაცნაირად ალბათ ჩვენ უფრო ვიყავით გაღიზიანებულები სულ სხვა ადამიანმა დაგვაწყნა რა რაღაც სასწაულები იყო იქ რაღაც ანუ იმდენად შვიდი გარემო დადებითი აურა ყველანაირად აბსოლუტურად ყველა კედელი მოცულია პატარების სურათებით რა და როდესაც ცოტა ჩვენ დავუშვიდით, გავიაზრეთ რომ მოვხდით რაღაც სხვაგან, აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში, და იწმუნეთ, დიახ, იწმუნეთ. რაღაცნაირად თქვით რომ მეტაოდეს მე ჩვენი ბავშვის სურათი მოხდება ამ კედელზე. და ქალბატონო სხვათა შორის რამდენადაც ვიცი, ნიკოლოზის სტენდი იქ ხო, ის 2 თვე რაც მეუღლე მახსენდა გაგეწელათ ჩვენი თუ ხო როგორი წელება ხო არ გაგვეწელა ხო სწრაფად გადავწერეთ რომ 2 თვე უბრალოდ რაღაც მარხვა უწევდა რა მეუღლე მარხულობდა და 1 თვე გადავწიეთ და იმდენად სწრაფად მოხდა რომ გავიგეთ რომ მიკროფონთან ორივე ხო იმდენად სწრაფად მოხდა რომ და ორსულობა გავიგეთ რაღაცნაირად ვერ შევძელით გაგვეცნობიერებინა რა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში რა იმდენად რთული ორსულობა იყო ვიწექით საავტოში რამდენჯერმე და მაგრამ თავარი ის არის რომ ეს პროცესი გავიგეთ რომ ორსულად ვიყავით იყო მეუღლე ვერ შევიგრძენით იმიტომ რომ მივიდგეს რაღაც პრობლემები გაჩნდა სერიოზული თუმცა ქალბატონინოს შედეგი რომ გადაუგზავნეთ გილოცავთ ორსულად ხართო და ორსულად ვართ თურმე აღმოჩნდა რომ კი და პროცესი არ გაიწელა მაგრამ აი ეს პრობლემები გაიწელა ალბათ ისევ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველ დღე კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ დავრბოდით ბავშვი ხოს უმთქავს ხომ მშვიდობა ვაიმებით რაღაც როგორც არის ქალბატონები ნერვიულობენ განიცდიან და ეს პრობლემები ამ პრობლემების პერიოდში ღამის 3 საათზეც კი მქონია კომუნიკაცია ნინო ექიმთან დიახ და არ იყო საქართველოში არ იმყოფებოდა და არ გიპასუხებს რა სირცხვილია მეთქი გეხოცები რა სირცხვილია მითხრა როცა დაგჭირდეთ რადგან თქვა უნდა დავრეკო რაღაც ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში იყო რომ წერდა ქალბატონი ნინო თვითონ აეროპორტიდან და ასე შემდეგ ქალბატონი ხათო არ ვიცი ახლა ისე დაემთხვა რა რომ დიდი ხანი არ გვინახავს და ჩვენ გეგმავდით რომ ისულიყავით GGR-ში და ქალბატონი ხათუნა გვიყვარს ძალიან მაგრამ ისეთი განწყობით ვიყავით ხოლმე თვითონაც დაძაბული იყო მუდმივად და ну რაღაც სასწაული მოხდა მე რომ დაიბადა ნიკოლოზი ხო და რაღაც ოჯახის წევრივით გახდნენ რა თქმა უნდა 2 პერსონა იყო თავიდან ვისაც ვიცნობთ ანუ გვითხრეს გადმოცემით რომ ეს 2 პერსონა იყო პერსონა და მაგარი ადამიანები იყო ქალბატონი ნინო მუსელიძე და თამარა ნადირაშვილი ხო და რაღაც ღმერთმა ისე მოგახვედრა რომ ქალბატონმა ნინომ გვისმინა 1 საათი თავის დროზე დასაწყისში რომ ვისაუბრეთ გითხრა რომ რუსამ როგორც თქვა რომ აუცილებლად თქვენ აქედან უშვილოდ არ გახვალთო რა და მიგვამაგრა თამარა ნადირაშვილს და ნუ ქალბატონი არის რაღაც მითებია რომ ეს ქალბატონი არ იგიმის და რაღაც ხო მაგრამ აი ვერ წარმოიდგენთ როგორი თბილია რა როდესაც ყველაფერი დაგვილაგა გითხრა დაგვიწერა დაუწერა რომ ესე უნდა გააკეთოთ და გამოვედით და აუ აი ზედმეტი ვერ ჩაუგდეთ სიტყვა ვერ უთხარით ну რაღაც აი ჯარისკაცია რომელიც მიდის პირდაპირ და მიდის მიზნისკენ რა ეს ხო იცით სპეციალურად არის ექიმების მიდგომა რომ დრო არ დაგაკარგინოს რომ გაიგო რომ ორსულად იყო რუსდანი აი რადიკალურად სხვა ადამიანი გახდა აბა ეს ხო არ გინდა ამ დროს ღამე მომწერე და რუსად ცოტა არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში და მე მიწევდა ხოლმე მუდმივად კომუნიკაცია როგორც ვთქვა მეუღლე ორსულად ხარტკო რა მე მქონდა შორტლისტი ყველა წამბლის ზეპირად ვიცოდი თუ რაღაც კომუნიკაცია მქონდა საავადმყოფოსთან მე მოკლედ რა და ბევრი გავიარეთ და მნიშვნელოვანია ის რომ ნუ რასაც აკეთებენ ხო რამხელა საქმეა რა მართლა და რამხელა სიხარულია პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია ყურადღება მათგან
თითოეული ადამიანისგან იქ იმ კედლებში ვინც არიან, ვინც ამ რაღაც სასწავლო საქმეს აკეთებენ მართლაც რომ სულ რომ არ ჯეროდეს მარტო აქედან დაგილაგებენ, დაგაწნარებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც. რაღაც ჩემი სტერეოტიპები იყო რა, ალბათ ჩვენი ცხოვრება იმიტომ გაიწელა რომ 10 წლამდე მოვედით რომ რაღაცნაირად არ მინდოდა რა გჭირს ამაგისო, არ გავიკეთოთ, არ მინდა და რაღაც და ბოლოს თუ გავიდა აგერათი წელი მამას ვამბობდი ზუსტად. ეს სტერეოტიპები დაინგრეს რა და ყველას მე ვფიქრობ დიდი პრინცესები გავიცნოთ, არ ეწყინოთ, იმიტომ პატარა პრინცესა ვერ მიხვდება ეხლა ამას. პატარა პრინცესა სულ 3 კვირის სტუდიაში თუ ნახავთ, არა იმდენი გავიცნოთ. მოგესალმებით, გილოცავ ყველას ბავშვთა დაცვის დღეს. ყველა პატარას ვუსურვებ ბედნიერ ბავშვობას. სიმბოლურია ალბათ რომ დღეს მე აქ ვარ ჩემს შვილებთან ერთად, ტყუპებთან ერთად, ბარბარესთან და ანასტასიასთან ერთად. ისინი მალე უკვე ხდებიან 6 წლის, ვემზადებით ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, სკოლისთვის. და ეს ყველაფერი ჩვენ შემთხვევაში თეა ჩარკვიანთან ერთად, ჩვენ არაჩვეულებრივ ექიმთან ერთად მოხდა 6 წლის წინ, მაგრამ ყველა ფერი, რაც აი ამ გარემოებასთან იყო დაკავშირებული, დეტალურად მახსოვს და რა თქმა უნდა მახსოვს ის სიკეთე, რაც თეამ ჩვენი ოჯახის მიმართ გააკეთა და ვფიქრობ, რომ არც არასდროს არ დამავიწყდება. ჩვენ შემთხვევაში ეს გზა ცოტა უფრო რთული და ხანგრძლივი იყო. მალევე, როდესაც მე გადავწყვიტე გამხდარიყავი და ჩემ შემთხვევაში დაისვა. მე ჯერ რომ გადაწყვიტე რომ უნდა დაქორწინებულიყავი. საფო მთელი სამეგობრო ამაში ვიყავით. შენ თუ შემახსენებ ამას. საფო უნდა დაქორწინებულიყო. შენ თუ შემახსენებ ამას, კი, ანუ გადავდგე გმირული ნაბიჯი და შემდეგ უკვე მალევე რა თქმა უნდა მინდოდა გამხდარიყავი დედა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სამწუხაროდ დაისვა სამედიცინო დიაგნოზი, უშვილობა. ამ დიაგნოზის მიღება ჩემთვის არ იყო მარტივი. დამჭირდა გარკვეული დრო რომ ეს ყველაფერი გამიანალიზებინა, მიმეღო, მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან კარგი საბედნიერო გამოსავალი, რაც არის ინვიტრო განაყოფიერება, ხელოვნური განაყოფიერება და თითქოს და სწრაფად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ამ გზით უნდა წავსულიყავი. მაგრამ აი ჩვენ დღეს ბევრს საუბრობთ დროზე. მიუხედავად აი ჩემი სისწრაფისა, დრო შეიძლება ითქვას შედეგამდე მაინც გაიწელა. ეს იყო ჯამში 5 წელი, იყო მრავალი კვლევები, ჩემი სხვადასხვა მიმართულება. მით უმეტეს შენ სამედიცინო სფეროსთან ისეთი კონტაქტი გაქვს, უფრო რთული გასაგების იქნება სტრესული. თითქოს ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა წასულიყო, მაგრამ იცით აი ერთი პროცედურიდან მეორე პროცედურამდე, ერთი კვლევიდან მეორე კვლევამდე დრო ძალიან სწრაფად გადის. და შემდეგ ჩემ შემთხვევაში იყო სამწუხაროდ საწყის ეტაპზე წარუმატებელი მცდელობები. შემდეგ უკვე უფრო კარგი და პოზიტიურ გარემოებას რომ მივახოდეთ, საბოლოო ეტაპზე ჩემს მკურნალობაში ჩაერთო ექიმ თეა ჩარკვიანი, მასთან ერთად გეგმავდით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით და ყველა თავის ისტორიას იხსენებს და აი მე მქონდა ერთი მომენტი რომ მიუხედავად აი ამ გრძელი გზისა ყოველთვის მჯეროდა რომ აუცილებლად გავხდებოდი კი დედა. კი ვიაზრებდი რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, თეასაც ძალიან ბევრი შეკითხვებით ვაწუხებდი. ყველანაირად თეა გვერდში მედგა, მაგრამ აი ამ რწმენას ნამდვილად არ უკარგავდი და თეას კაბინეტიდან როდესაც აი გამოდიოდნენ მომავალი დედები გახარებული, გაბრწყინებული სახეებით, აი ვამბობდი რომ მე როდის გამოვალ აი ამ ოთახიდან აი ესე და სულ რამოდენიმე საფეხური იყო ხოლმე ჩამოსასვლელი და აი ამ საფეხურს როდის ჩავირბედქო. აი ეს მქონდა რაღაცა ესეთი ვიზუალიზაცია, რომ ეს აუცილებლად ჩემ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო და მართლა ძალიან ცოტა დრო მახსოვს ბედნიერი წოდება. ქალბატონი თეა და ესეთი ბედნიერი წოდებისა და თეას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მაგარია. თქვენც რო გითხრათ. უკვე 18 წელია ვმუშაობ და ძალიან ბევრ პაციენტთან მქონია შეხება. ეს პაციენტი იყო საქართველოს მოქალაქე, უცხოელი პაციენტი, არ აქვს მნიშვნელობა რასას, არ აქვს მნიშვნელობა მათ საცხოვრებელ გარემოს, უნაყოფობა, როცა ხალი უკვე სურს და უშვილოსნობა და მას დიაგნოზი უშვილობას ყველა ერთნაირად განიცდის. ამიტომ აიცით ექიმისთვის ის გახარებული და ანთებული თვალი, როდესაც გადის კაბინეტიდან პაციენტი, აი გაოგნებული, რომ ის ოცნება, რომელსაც მთელი აი ეს ცხოვრება, რა ვიცი, აი როგორ დავარქვათ, ელოდება, ეს მათთვის უკვე
რეალურია და ახდენილი არის. ამიტომ ყველა დედას ვუსურვებ და ყველა იმ ქალბატონს, ვისაც სურს გახდეს დედა, ვისაც სურს იყოლიოს შვილი, მიაღწიოს ამ წარმატებული გზისთვის. დღეს 21 საუკუნეში ყველანაირი ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში და ჩვენს ბავშვებს ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ ცხოვრებას და უღრუბლო მშვიდობიან ძლიერ საქართველოში. ამდენ სიხარულს რომ იღებთ მიუხედავად ასეთი დატვირთულობისა, იმიტომ ხართ ესეთი ულამაზესი ქალბატონი. იმიტომ რომ ბედნიერების ჰორმონს რამდენჯერ გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი და გონება. თუნდაც ტესტის ფოტო და რამდენად მინოს იმდენი აქვს ეს ტესტის ფოტოები. ყველაზე ბედნიერები ვართ ალბათ ჩვენ და ყველაზე პატარა 3 კვირის არის. 3 კვირის და 3 კვირის არის. როგორი გაბრანჭულია, როგორი ფუშა და მშვიდია. თქვენი შემთხვევა იყო 8 წლიანი უშვილობა, ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა ნინო ექიმს გადაუხადო. მისი წყალობით და ხათუნა ექიმის წყალობით, თამარ ნადირაშვილის წყალობით ჩვენ 8 წლის მერე გავხდით მშობლები და არ ვიცი, ძალიან ბედნიერები ვართ და ესეთი პრინცესა რომ დაიბადა ჩვენ ცხოვრებაში, რა ვიცი, ხათუნა ექიმის ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ ისე გააწამართა ჩემი ორსულობა, რომ დაუჯერებელი ახდა, აუხსნელი ნამდვილად. ძალიან ადვილი ორსულობა მქონდა, ასე ვთქვათ, აი არაფერი სირთული არ გქონია ჩვენ და რა ვიცი, მაყოფილი ვარ ძალიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, უღრმესი მადლობა ყველას ბრძანებისთვის. დღევანდელ დღეს აი ამ სურათის დანახვარი ყველაზე დიდი ბედნიერება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, როცა ამდენ გახარებულ მშობელს, ექიმს, რომელსაც აი ასევე უხარია როგორც მშობელს, როცა ორსულობას იგებს და ამ ჩვენს არაჩვეულებრივ მომავალს, რომელსაც უყურებ და მიხარია. არ არსებობს ექიმი, ვისაც არ უხარია შედეგი. არ არსებობს და ჩვენ ყოველთვის პირველივე გადატანაზე თუ დადგება შედეგი, ჩვენ ვართ ყველაზე ბედნიერები, ნამდვილად. მე მგონი მშობლებზე ბედნიერები ჩვენ ვართ ხოლმე. სულ ვეუბნები, რომ როდის გაგიშვებთ სამშობიაროში და აი დადგა ორსულობა, არ არის ყოველთვის ასე. მერე მოდიან მიან გინეკოლოგები, რომლებსაც ეს ჩვენი პაციენტები მაღალი რისკის ორსულები არიან მაინც და შესაბამისად ძალიან დიდი შრომა ამაში, მაგრამ აი ძალიან დიდი ბედნიერებაა თვითეული დაბადებული ბავშვი და ბედნიერებას გისურვებთ, ასეთ გაღიმებულ სახეებს გისურვებთ და მე მინდა რომ ყველასთვის მაგალითი იყოს ესეთი მამიკო, რომელსაც ასეთი მხარდაჭერა მეორე ნახევრისგან მეუღლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი სიხარულია. ძალიან დიდი მადლობა ყველას. რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადარჩეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით დილა მშვიდობისას გეტყვი და როგორც დაგპირდით ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დავბრუნდით მუსიკალური რუბრიკით და თუ რა თემაზე ისაუბრობს თავად გვეტყვის დილა მშვიდობისა მოგესალმებით. დილა მშვიდობის გილოცავ დღევანდელ დღეს ბავშვთა დაცვას. დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ რომ ყველა დღე ბავშვის დღე რა თქმა უნდა ამაში მეტაყვებით ისე როგორც დედის დღე და სიყვარულის დღე ჩემს ყველა დღე მათი დღეა მაგრამ მაშინ მამის დღეც ხო ნუ თუნდაც არ დავჩაკროთ კი და ერთი რამ განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ეს წმინდა ნინოს შემოსვლას უკავშირდება საქართველოს და ყველას მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სარწმუნოების ასე ვთქვათ სფეროში და ძალიან მინდა რომ ყველა ნინოს მოულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენც კი ერთდებით ალბათ მაინც ელოდება ყველა რომ რაღაცა საბავშვო რეპერტუარზე საბავშვო რაღაც ბავშვთან დაკავშირებით თუმცა მე დღეს ისეთ ადამიანზე მინდა რაღაცა მოგითხროთ არაერთი რამ რომელიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა თავის დროზე თავისი ლაღი ბავშვობით იმიტომ რომ მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ერგო ბედათ იმიტომ რომ ის იყო პირველ რიგში ეს ამის მიზეზი იყო ის რომ ის ძალიან დიდი დინასტიის შთამომავალი იყო და ეს იყო ბაგრატოვანთა დინასტია აი ეს დიდი შტო რომელმაც ძალიან ბევრი რამ საქართველოსთვის გააკეთა და ზოგადად ეს გვარი განუყოფელია საქართველოს ისტორიასთან მიმართებაში ხომართალია და ეს არის კაცი რომელიც ქართკახეთის მეფეების შტოს აგრძელებს. ეს არის თემურაზ მეორე, ერეკლე მეორე,
და აი მისი ვაჟი გიორგი მე-12 და ხო ნუ აი ამათი პირდაპირ შთამომავალია ეს გახდათ პოეტი, ადამიანი, რომელიც დღეს თითოეული ქართველის სულში ზის, როგორც სიტყვიანი და თითოეული ქართველის ძალიან ახლობელია თავისი ლექსებით, თავისი საოცარი აი იმ ბუნებით, რომელიც თავის ლექსებში დევს. ადამიანი, რომელიც აი სწორედ რომ ის რომ ასე განუყოფელი იყო საქართველოს ისტორიასთან მეთქი ეს მათი გვარი და იცოდა ძალიან კარგად რა საკეთებდა მისი წინაპარი მეტნაკლებად, ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას თუ რას აკეთებდნენ ისინი და ბევრი რამ კარგი გაკეთებულა და ამიტომ მისი შემოქმედებაც გარკვეულწილად ისეა დაკავშირებული საქართველოს თემასთან, რომ აი რომელი სიმღერა გინდა გაიხსენო, რომელიც მის ლექსზეა დაწერილი, განა ცარის, განა თარის, განა მიწა, განა ზღვარის, რაღაც სხვა არის. ენით არ თქმული და მე როგორც ამბობს რომ შვენის საოცრად მღვიმე ვარძი, სვეტი ცხოველიო, უფლის ციხე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი როგორი ახლობელია მისთვის, როგორი ძვირფასია მისთვის, თუმცა აი ამ ყველაფრის გამო წარმოიდგინეთ, რომ თავის დროზე იდევნებოდნენ, იმიტომ რომ ის 20 წელს დაიბადა, 1920 წელს, 21 წელსში რაც მოხდა და 21 წლის მერე რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ყველამ კარგად იზის და 22 წელს მამა გარდაეცვალა. ანუ მამა ეს არის ლაპარაკი პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი. დიახ. და იცი ეს მამა რო გარდაეცვალა, შემდგომ უკვე ეს მამა ფაქტობრივად გადასახლება ვერ მოუწოდა, დახვრეტა ვერ მოასწრეს მამამისის. ანუ 2 წლის იყო მამა. ანუ 2 წლის იყო მამა არ ახსოვს და დედა ქალბატონი თამარი, რომელიც რაღაცა საოცარი, აი როგორ გითხრათ, აი რაღაცა გმირობით შეუდგა აი ამ შვილის აღზრდას და მას ყავდა მამინაცვალი სხვა შორის, შემდგომ ხეჩინაშვილი, რომელსაც მზედამთვარი ამბოსდიოდა, ძალიან მოყვარდა. აი ის პირველი ლექსი, სწორედ აი ამ ადამიანების ხელში, ასე ვთქვათ, წარმოითქვა და ჩემი საუბარი ხომ არ უშლის ხელს ხო არ ფარავს რაღაც და ხმას. ხო, და რა მინდოდა, იცით, თქვა რომ პირველი ლექსი დაიწერა და ჯეჯილი იყო ასეთი ჟურნალი, ძალიან ცნობილი, იქ დაიბეჭდა. აი ამ დედასთან და მის მეუღლესთან ძალიან მეგობრობდნენ ცისფერყანწელები. პაოლო იაშვილი, ტიციანი, რობაქიძე და ასე შემდეგ და სხვათა შორის მათ ერთ-ერთი პირველი მსმენელები არიან ისინი, ვისაც მოასმენინა პეტრემ, პატარა პეტრემ, რომელსაც თეზიკოს ეძახდნენ 7 წლის ასაკში, თავისი ლექსი ისინი იმდენად იყვნენ აღრთოვანებულები, რომ არსებობს ესეთი ცნობილი ფრაზა მოწონება იყო მარტივი. ამიტომ მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ პაოლო იაშვილი ეუბნება ტიციანს, რომ ტიციან იცოდე, რომ ეს ბავშვი ჩვენ უკმაპურს წაგვართმევსო. ნუ ნახევრად ხუმრობით და დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა და უდიდესი პოეტი ბორის პასტერნაკი, სხვათა შორის, რომელსაც მოსმენილი ყავს და აქვს მისი ლექსები მოსმენილი, ის ამბობს, რომ რაღაცა პაოლოს წერს ერთ-ერთ წერილში, რომ მომიკითხე ქალბატონი თამარი მისი ოჯახი და პატარა თეზიკო, რომლის ლექსებსაც მე აღრთოვანებით დღემდე მოვისმენდი. ანუ აი ესეთი შეფასება ქონდა ძალიან პატარა ასაკიდან. მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი რაღაცნაირად აი ამ დევნას ყოველთვის გრძნობდა ოჯახი და უნივერსიტეტში ჩააბარა, მერე ჩააბარა, სკოლაც დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა, სხვა შორის უცხო ენების განყოფილებაზე გერმანულს ეუფლებოდა, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა და აი ამ პერიოდში დაარსდა ჟურნალი, ესეთი ხელნაწერი ჟურნალი იყო ანათემა. სტუდენტების მიერ, რომლის რედაქტორიც იყო პეტრე ბაგრატიონი. ხა წარმოიდგინეთ, ბაგრატიონ გრუზინსკი, ჯერ უკვე ანათემა გასაგებია, რასაც ნიშნავდა და რა თქმა უნდა ამას არავინ აპატიებდა მას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი, ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი იყო გამოთქმული სტუდენტების მიერ და სხვათა შორის მას არ აპატიეს ერთი ლექსი. დღეს ესეთი ფრაზა იყო, მე ჩავინიშნე არ დამავიწყდეს, დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი. გასაგები იყო უკვე, წარმოიდგინეთ უკვე ძალიან დიდი შევეწროება წავიდა და დააპატიმრეს. ანუ მთელი ჯგუფი დააპატიმრეს, ვინც ამ გაზეთს გამოსცემდა, ამ ჟურნალს, თო გაზეთს ხო. რა სიმბოლიკაზე საუბრობ დღეს? აი ზუსტად ამიტომაც ავიღე ეს თემა დღეს და აი ამიტომ მინდოდა თქვენთან ამაზე მესაუბრა და
დააპატიმრეს, მაგრამ ყველაზე დიდი ანუ მსხვერპლი მაინც პეტრემ გაიღო, იმიტომ რომ ის უკვე იმ ბაგრატოვანთა შთამომავალი იყო, რომლის განადგურება უბრალოდ უნდათ და ის რომ ის არ უნდა არსებულიყო საერთოდ. დედა გადაუსახლეს, ეს ხალი დაბრუნდა, მე კიდე გადაუსახლეს, წარმოიდგინეთ, თუ ეს რაღაცა საშინელი ტრაგიკული კაცი იყო თან ყველაფერთან ერთად და მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს კაცი არ გაბოროტდა. ეს კაცი არ განიმსჭვალა შურისძიების, აი ვთქვათ, ჟინით რა, იმიტომ რომ ეს რაღაცა საოცრება, ის სილაღე, ის სიკეთე, ის რაღაც სიცოცხლის ძალიან დიდი სწრაფვა სიცოცხლისკენ და სიკეთისკენ, ეს მის შემოქმედებაში როგორ ჩანს, აი საოცრად რა, მე უბრალოდ ეს რატო წარმოვიდი, იცით რომ ძალიან არა, ხო, და ნუ წარმოიდგინეთ. ეხლა რა მოხდა ციხეში, წარმოიდგინეთ, რომ ის დაპატიმრებულია და ყველაზე საშინელება რაც იყო და რატომაც დაისაჯა ეს იყო რატომაც დაისაჯა გითხარით როგორ დაისაჯა სიკვდილ მისჯილთა საკანში იყო ანუ ყოველ დღე როდესაც ის ყვებოდა ამას რომ ყოველ დღე როდესაც გავყავდითო ჩვენო ბადრაგებს ყოველ დღე იყო შიში იმისა რომ აი ახლა უკვე მოკლავენ. ხო, ანუ ეს იყო შეხოთაშორის ეს მხოლოდ და მხოლოდ პეტრე არ ჩავარდა ამ მდგომარეობაში. ყველა ის ადამიანი, ვინც მაშინ რეჟიმს აპროტესტებდა, ხო და ამას ვერაფრით ვერ ეთანხმებოდა და შეხოთაშორის ესეც მინდა გითხრათ, რომ აი ეს ბადრაგები, აი ყველა არ არიან ისეთები, როგორიც თავშოთ ჩვენ გგონია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ესეც მინდა ვთქვა, რომ იცით რა დააბრალეს? აი ამ კაცს, იცით რა დააბრალეს? ჯაშუშობა, ხო არ გეცნობათ ეს ტერმინი? ჯაშუშობა, შპიონი, უნდა აღმოჩნდა თურმე რომ არის და ასე უნამუსოდ აი ამ კაცს ასე ხო, ნუ ხო ჯაშუში, ხო, წარმოიდგინეთ და ესე იგი დიდხანს იყო ციხეში და ერთ დღეს ყვება ასეთ ისტორიას, რომ სხვადასხვა გურამ მელივა ყვება ამ ისტორიას, ბატონი გურამ მელივა, რეჟისორი. ერთხელ ვისხედით ერთადო და უცბათო, ანუ სუფრასთან ეს უკვე შემდგომი პერიოდია, პეტრიც ჩვენთან ერთად ზისო და მოპირდაპირე მხარესო კაცი ზის, რომელიც ძალიან უცნაურ ხმებს გამოსცემსო. უბრალოდ ვერ გავიგეთ რა ხმებზე იყო ლაპარაკიო რა, ანუ რატო რა გამოსცემდა. პეტრე წამოდგაო გარინდული რაღაცნაირად მიდის ამ კაცისკენო და ესეც დაიძრა ამისკენ და ესენი გადაეხვიენ ერთმანეთსო და ძალიან უცნაური სცენა იყო და როდესაც ვკითხეთ რომ რა ხდება და რა იყო ეს რას ნიშნავდაო თქვაო რომ ერთ-ერთ დღესო როდესაცო ბადრაგსო გავყავდითო და საერთოდ იქიდანაც მოდიოდა ბადრაგი თავის პატიმრით და აქედანაც მიდიოდა და ერთმანეთს რომ არ დაენ არ ვთქვათ არ შეხვედროდნენ ეს პატიმრები აი ესე თავს გაწევინებდნენ თურმე ესე კედლისკენ და ერთ-ერთი ასეთი გამოსulis დროსო ამ ერთმანეთს ანიშნესო აი ამ ხმითო ამ ხმით ანიშნებდნენ ერთმანეთს ბადრაგები რომ მოვდივართო და უცბად ხო ანუ მოვდივართო და უცბად ის ბადრაგი რომელსაც მე ვეჭირეო თქო აი უცბად რაღაც ალიაქოთი ატყდა უცბად და ესე ხელში რაღაც ქაღალდი ჩამიდეო და მოკლედ ეს ქაღალდი სანამ გავხსენიო რა დაემართებოდა წარმოიდგინეთ გახსნა ეს ქაღალდი სადაც ეწერა ახლობლების მიერ მოწერილი რომ სასწრაფოდ გააკეთეს სიმულაცია იმისა რომ ხარ შეურაცხადი რომ შენ ფსიქიატრიუსი გადაგიყვანონ იმიტომ რომ აი დედა იღებს შენ უკვე დაბრუნებულია დედა და იღებს თავდებს რასაც ქვია ხო რომ ის არავის არაფერს დაუშავებს რომ ეს თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მანამდე სულ არ ჭირდებოდა ეს ამან ბენების კი გადაიჭრა ესეთი მდგომარეობა ხო მოდი რაღაცა საშინელება იყო მე სპეციალურად ყვები პეტრე გრუზინსკის აი ამ მხარეს რა რომ ძალიან ბევრი პარალელია დღევანდელთან და ამიტომაც მინდა ეს ყველაფერი რომ იცოდეს საზოგადოებამ და რა მოხდა იცით 4 წელიწადი დაჰყო ფსიქიატრიულში. მოხდა ეს, რომ გადაიყვანეს და 4 წელი. როდესაც გამოვიდა მგლის ბილეთი ქონდა, ის საერთოდ არ არსებობდა როგორც მოქალაქე. მას არსად არ შეეძლო მონაწილეობის მიღება, წარმოგიდგენიათ. არც რა თქმა უნდა ლექსების ბეჭდვა. მოკლედ მე ისე უნდა გადავახტები ხა მოვლენებს და დაოჯახდა და ქალბატონი ლიკა მგელაძის სახელით, მისი მეუღლის სახელით იბეჭდებოდა მისი ლექსები. ისეთი მძაფრი ლექსები აქვს ზოგი ვერ წარმოიდგენთ რა, ვერც წარმოიდგენ რომ აი ამ კაცს შეეძლო ამის დაწერა, მაგრამ პროტესტის რაღაცა სიმძაფრის და ძალიან დიდხანს ვერ დაიბრო, პასპორტი ვერ აიღო. პასპორტი 90-იან წლებში აიღო პეტრე გრუზინსკიმ ბაგრატიონმა, ხო. და მე აი ბაჩოს ახლა განსაკუთრებით ალბათ დაინტერესებს, იმიტომ რომ პეტრე გრუზინსკი პლუს კიდევ ამ ყველაფერთან უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში ძალიან იყო დაინტერესებული
მატაცება კი არ იყო, რაღაცა ჰობი კი არ იყო, არ ვიცი, აი ფანატიზმამდე უყვარდა თეატრი. და აი ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ის რეჟისორობდა, რომ მან თარგმნა დემონი და დადგა, მან თარგმნა პუშკინი, ქუისტუმარი და ასევე დადგა უნივერსიტეტში, წარმოიდგინეთ და აქ იცით ვინ მონაწილეობდა ამ სპექტაკლებში? მედე ჯაფარიძე, პიერ კობახიძე, იაკობ ტრიბოლსკი, აი ესეთი ხალხი, რომლებიც მერე წავიდნენ მარჯანიშვილში და ის ნამდვილად არ იცის საზოგადოებამ, რომ პეტრე გრუზინსკის წყალობით ხაშურში სახელმწიფო თეატრი გაიხსნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო პეტრე გრუზინსკი. აი ასე იყო, აი ესე მჭიდროდ იყო. დედულეთია სხვათა შორის. მით უმეტეს წარმოიდგინეთ, შეგეძღვნება დღეს ეს ბაჩო არის თეატრი ხაშურში მინდა. რომელიც დღეს არ არის სამწუხაროდ და არა თავის დროზე, ანუ პირველად სახელმწიფო სტატუსი, სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიეცა სწორედ პეტრე გრუზინსკის წყალობით და მისი დიდი მოღვაწეობის წყალობით და მე მინდა ვთქვა, რომ ეხა ეს იცი აი ამოვიღე სპეციალურად ეს ნოტა მე კი ვიცოდი აქ რაც ხდებოდა, მაგრამ მე მინდა უბრალოდ საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ კი რამ საყვარელი სიმღერა არსებობს, თუ კი რამ კარგი სიმღერა არსებობს, ეს სიმღერები არის პეტრე გრუზინსკის ლექსებზე უმეტესი, აი შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ 80% მაინც შეიძლება, აი მე უბრალოდ გეტყვით, აი ჩამოგისახეთ ძალიან დიდი სიამაყით, ყველას რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვასახელებ, მაგრამ ფილმი ნინო გახსოვთ. განგაში ყვავილი თოვლზე, ანუ აქ რა სიმღერები ჟღერს ხო გახსოვთ? მოიტაცეს თამარქალი. ანუ საუნდტრეკი. კინომუსიკა. რა თქმა უნდა, მოიტაცეს თამარქალი, მხიარული რომანი. ისი რა ქვია, ტელესპექტაკლი ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს. გახსოვთ რა სიმღერები ჟღერს, რა ტექსტები და რამდენი, ხო? შემდეგ აბეზარა, ანუ სულხან ცინცაძესთან ურთიერთობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ბაშიაჩუკი, მაია წნეთელი, მერე დღეუკანასკნელი დღე პირველი, წარმოგიდგენთ, ნუ გია ყანჩელთან და ყველა კომპოზიტორთან ჰქონდა ესეთი ურთიერთობა, ძალიან საინტერესო, სამეგობრო და ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ურთიერთობა. უამრავი, ბევრი არ დავასახელე ხო მე და რა მინდოდა მე თქვა, იცით? ძალიან საინტერესო მეთოდი ჰქონდა თვითონ სტილი, ასე ვთქვათ რა, როგორ ქმნიდა ლექს. აი მაგალითად კომპოზიტორი მივიდოდა და ეტყოდა, რომ იცი პეტრე, აი ამ მელოდიაზე მინდა რომ ლექსი დაიწეროს. 9 საათში წარმოგიდგენიათ, აი არ სჭირდებოდაო მეტი გავიდოდა და რამდენად ზუსტად ხდებოდა სიმღერის ხასიათს, მელოდიის ხასიათს, როგორ სიზუსტით აკეთებს მარცვლებს. აი ეს რომ თვითონ ამბობს ხოთ შეიძლება ერთ-ერთ აი ამ ინტერვიუში, რომ ქართულ სიტყვაზე პირველად მახვილი პირველ მარცვალზე მოდისო და ესო აუცილებლად გასათვალისწინებელია და ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ აი უბრალოდ ეს არის ერთი სკოლა, თუნდაც ის ერთი ინტერვიუ პეტრე გრუზინსკის და მაგალითად აი თბილისზე გეტყვით ამას. თქვენ იცით რომ თბილისი, სიმღერა თბილისზე, ეს ცნობილი სიმღერა თბილისზე, მხოლოდ მელოდია იყო დაწერილი. რეზოლაღიძეს ჰქონდა დაწერილი, მხოლოდ მელოდია ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმისთვის. მაშინ თბილისის საიუბილეო წელი იყო და მოკლედ თურმე კონკურსები ცხადდება და მთელი ამბები და ნუ ეს მონადირე იყო საოცარი და ამაზე მინდა გითხრათ, რომ მის მეუღლეს ერთხელ კითხეს რაღაც ჯილდო უნდა მიეცა და აბა თეატრალური კავშირის რაღაცა ეს ბარათი მოგო არა აქვს, არაფერი არა აქვს. იმის კავშირი რაღაცა წერალთა კავშირი არა აქვს. რა აქვს საერთოდ რითი დადისო და მონკავშირისო ან მონადირეთა კავშირი მოიტანეთ ხო თემზაობა უყარდა რაღაცა საოცრად თურმე ამით გართული და საერთოდ არ აინტერესებს რა კონკურსია რა ასე შემდეგ და ერთ-ერთ ასე სუფრასთან ვისხედით რომ მასთან სახში და რეზოლაღიძე მოვიდაო და უთხრაო რომ პეტრე აი ეს მაქვსო დაწერილიო მელოდიაო და ხომ მას ერთ დოკუმენტური ფილმისთვის დავწერო ეს მელოდია და ხომ დავწერდი ტექსტსო გავიდაო 9 საათში და გამოიტანა ზუსტად. აი ამ დაახლოებით გემი ხა 9 საათი და იცით ხა პირობითად. ხო რაღაცა საათად. აი ამ მონაკვეთში დაიწერა თბილისის ლექსი და მისი მეგობარი ასეთი ბატონი ბიჭიკო ქაჯაია, რომელმაც თურმე მოიპარა ქაჯაიას მოუპარია. დიახ. ბიჭიკო, მოიპარა ეს ლექსი და მოიპარა ნოტი. მოიპარა, რასაც ქვია და წაიღო კულტურის სამინისტროში, სადაც გამოცხადებული იყო კონკურსი თბილისზე საუკეთესო სიმღერისა და გაიმარჯვა იმ კონკურსში. აი აქედან გახდა ეს თბილისო რაღაცა განსაკუთრებულად. ანუ ქაჯაიებსაც ქონიათ წვლილი შეტანილი ამ ლეგენდარულ რა თქმა უნდა და მე იმ დღეს მომიგდო Facebook-ზე უნიკალური კადრია, სადაც ბატონი ვაჟა აზარაშვილი ასრულებს დღეები მიდიას და ზუსტად
ბატონი პეტრე ისმენს და ბატონი ბუბა, ქალბატონი მედეა ორერას ბატონი საოცარი საზოგადოება და პირველად ისრულებს იქ. აი აქ არის ეს ინტერვიუა ზუსტად და მე უბრალოდ ვურჩევდი როგორც რაღაცა მოკრძალებულად ალბათ ბევრ ახალგაზრდას თუ კი ვინმე მისმენს ახლა მოისმინონ და ნახავენ როგორ რა საოცარი პოეტი ყავდა. ძენი დიდი ისტორიის მქონე. საოცარი ადამიანი იყო მართლა. და ერთი რამ მინდა ცოტა გულისტკივილით თქვა. იცი ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე მისი ნაზრები, მისი აი მართლა გულით და სულით გადმოტანილი ყველა ლექსი შეცდომით ნამღერი. აი ამ რამდენიმე ხნის წინათ მე რადიოში ვისმენდი ერთ-ერთ ცნობილ ანსამბლზე, რომელიც დღეს ხალხის გვერდში არ დგას სამწუხაროდ და დგას იქ, სადაც არ უნდა იდგეს, მაგრამ დიდი პომპეზურობით, დიდი ამბით გამოცხადა, რომ აი ახლა დიდი პრემიერა შედგება რაღაცა მოკლედ სიმღერისა, რომელიც თქვენ ყველა კარგად იცით და არის სიმღერა ფილმიდან ბაშიაჩუკი. ბაშიაჩუკი სადაც აი მე გეტყვი ძალიან ბევრი მღერის არასწორად და ამიტომ მე მინდა რომ თქვენი ეთერიდან გავაჟღერო, იმიტომ რომ იმ ერთ სიტყვასაც კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თქვენ გახსოვთ როგორ იწყება ეს სიმღერა, ხო? ამ ხდება რამადლიანად ანათებს მღერიან, რომელიც შეცდომა. გაკვირვებული კი არ არის რამადლიანად ანათებს შენი მზე შენი მთვარეო. არამედ კლავ მადლიანად ანათებს და შენ რა დაგდის ცრემლები. პეტრე გრუზისკის დაწერილი აქვს კლავ მადლიანად ანათებს და კეთილი ინებონ და აი პოპულარულმა ანსამბლებმა, რომელსაც და მომღერლებმა სხვანაირ სიძენს. რა თქმა უნდა, მაგას ბევრი პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს სიტყვა. მერე ანუ კლაუმადლიერად და რა დაგდის რა დაგდის ცრემლები, რა დაგდის ცრემლები ესე აქ პეტერეს და ეს არის აი აუცილებელი რომ ყველამ გაითვალისწინოს, პედაგოგებმა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ რამადლიანად და უკვირს არ არის, არა, პირიქით კლავ ანათებს და აი ესეთი იმედის მომცები, რა თქმა უნდა და კიდევ ერთი, მაგ მეორე კუპლეტში სხვათა შორის ჟღერს, რომ ნუ დაგიკარგავს იმედი და მღერია, შენი მთისა და ბარისა რა შუაშია, შენი ხმლისა და ფარისა და ამიტომ მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ დიახ, დღესაც ძალიან აქტუალურია ეს თემა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შენი ხმლის და ფარის იმედი რომ უნდა გქონდეს და მე ვიღაცას გონია ახლა რომ ხმლის დაძრობას ასე ვთქვათ ქარქაში და ვლაპარაკო პირდაპირ მიშობა არა ჩვენ გვაქვს ფარიც და ხმალიც დღეს იმ ადამიანის მე ვფიქრობ რომ სიმართლის მხარეს რომელიც ვდგავართ და დიახ ჩვენი ფარიც და ხმალიც არის სიმართლე ჩვენი სიმართლე რომლის დაცვაც გვინდა და რომლის დაცვის შემდეგაც ჩვენ დავიცვათ ჩვენ ქვეყანას ამიტომ მე ახლა დღეს არის ასე დავიწყეთ ბავშვების დღეაო და კი ბატონო და იცით რა მე შემეძლო რომ დავშეთ მომეწვია რაღაც ცნობილი მომღერალი ან რაღაც ესე ნუ უფრო პოპულარული არა მე შეგნებულად მოვიყვანე 7 წლის დანიელ გუგუნიშვილი რომელსაც მინდა უთხრა რომ თქვენია ეს ქვეყანა თქვენია ფარიც ხმალიც სინდისიც ნამოსიც და დიახ ამ თაობამ უნდა იღეროს ეს სიმღერა მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა და მე მაქვს იმედი რომ შემდეგი შაბათიდან უკვე მარიამი შემოგიერთდებათ ამიტომ გემშვიდობები თუმცა ყოველთვის ეხლა მე და დანიელი შეგისრულებთ სიმღერას რომელსაც დანიელი აუცილებლად დაიწყებს კლავ მადლიანად ანათებს დანიელი მადლობა დიდი სიამოვნებით ამრიგო ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ამბებისთვის რომელსაც გვათამამებ ნამდვილად ყოველ კვირას და დანიელ პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცო დღევანდელი დღე იმიტომ რომ დღეს თქვენი დღეა და თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და სანამ დანიელი დაიწყებს თამრიკოსთან ერთად მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩემს სიყვარულს, ჩემს პატივისცემას გამოუთქვამ რეჟიმის უკანონო პატიმრებს, ქალბატონ მზია ამაღლობოს და იმ ყველა ადამიანს, ვინც ეხლა მეც რა თქმა უნდა უერთდები მაგას და მე მინდა რომ მათ შვილებს მიულოცოთ დღევანდელი დღე და სამწუხაროდ შეიძლება ითქვას რომ ზოგი ისეთი პატარა ცარო თაობამაც შეიძლება როგორც ბავშვებად ისე აღიქვან ჩვენი ზოგიერთი სინდისის პატიმარი. ეცაც ჩავხა უბრალოდ სულ 2 წუთი მინდა გითხრა რომ ერთ-ერთ გადაცემაში მე მყავდა გიორგი ანწუხელიძის შვილი ანა რომელმაც იმღერა ჩვენთან იყო სტუმრად დღევანდელი სინდისის პატიმრის ვეხტე კასრაძის შვილი
და მე მინდა ჩვენს მტრებს უთხრა. ვინ არიან ეს მტრები? ყველამ კარგად ვიცით, ხო? და მე მინდა უთხრა ეს ბავშვები იმღერებენ. ყოველთვის იმღერებენ, მტრის ჯინაზე იმღერებენ და ამიტომაც მეც მინდა რომ მიულოცე აი ამ პატიმრების შვილებს განსაკუთრებით. ეხლა დანიელი ნახეთ როგორი კარგი ბიჭია, აბა. შეასრულე და როგორი სასცენო შესრულება ქონდა და როგორი ბიჭია დანიელი. იცის რომ ძალიან მაგარია და ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი მაგარი რო აქვს და რო იცის რომ აი რო კარგად მღერის და ცაცია ხო არ ხარ შენ. წარმატებები დანიელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და ხო გითხარით უმეტესობა გენიოსების ცაცია. კი თვითონ გითხრა ეგ. ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს დავემშვიდობებით მომავალ შაბათ დღემდე შაბათ დილის 9 საათზე ისე დილის ლაივი იქნება პირდაპირ ეთერში დაგემშვიდობებით დღეს სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ ყველას უღურბლო ცას და ნათელ ევროპულ მომავალს.